მაგრამ არა, ხო, ანუ იმას თავის სირთულეები აქვს, იმას თავის სირთულეები, ანუ ყველას თავის სირთულეები აქვს, შენ გააჩნია რა მოგწონს, საითკენ მიდიხარ და რა გაინტერესებს. აგრძელებ. შემიძლია ზუსტად დილამდე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მან ორი ეზრი არ არის, მაგრამ ის ჩატშიც დავწერე. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც მე და თორნიკემ ეს პოდკასტი შევქმნით. Number Pulse show-ი. აქ უსაფრთხოა. მარტივად მოწყვეტა დასაბოლოებელი. ხო, შენ ვერ არიცი, იმის ვერ წარმოიდგენ რა. წარმოიდგენის დონეზეც არ შეგიძლია. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ვეთანხმები ამის დამწერს რა და პრობლემაც იმაშია რომ გამარჯობა მეგობრებო, ეს არის თერაპიის 25 ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ცოტა განსხვავებული ფორმატის იქნება, მაგრამ სანამ უშუალოდ ფორმატზე მივიდოდით, უნდა შეგახსენოთ, რომ 27 და 29 ნოემბერს წარდება დატაფესტი. დატაფესტის კუპონები აუცილებლად დაიდება და ჩვენი კომუნიტის წევრებისთვის, ანუ Discord მემბერებისთვის აუცილებლად იქნება რაღაც ფასდაკლებები. ამაზე აუცილებლად description-ში დავწერთ და ამიტომ თვალი ადევნეთ descriptions. მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software developer-ული კომპანია და მადლობა Texis იმ შესაძლებლობებისთვის, რომ რასაც გვაძლევს და გვეხმარება, იმისათვის რომ ჩვენ ეს პოდკასტი ჩავწეროთ. გარდა ამისა გვაქვს კიდე ორი ახალი სიახლე და სანამ უშუალოდ პოდკასტის ნაწილზე გადავართ, თორნიკას მინდა ვთხოვო, რომ ამ ორ ახალ სიახლეზე გვესაუბროს. ხო, მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ჩვენ ყავს ახალი სპონსორი, ის სიახლე რაც ავტომახსენა არის ის, რომ ჩვენ ყავს მეორე სპონსორი, რომელიც არის F-Series company. ვინც დიდხანს გვიყურებდა ჩვენი მოყურებლები ხართ, გეცნობათ კარგად, რომ Series company-ის უკან დგას ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი, ლევან მამულაშვილი, რომელიც ნახობით ზუბას შემდეგ მეორე ადგილზე დგას, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული ეპიზოდი იყო. და ისიც კარგად მოგეხსენებათ, ვინც ჩვენ დიდხანს გვიყურებთ, თუ მე როგორი წინააღმდეგი ვარ ზოგადად კურსების და ზოგადად რა წარმოდგენა მაქვს ამ კურსების შესახებ. აქედან გამომდინარე, ფაქტი ის, რომ Series company არის კომპანია, რომელიც თავაზობს დეველოპერებს და არა მარტო დეველოპერებს კონკრეტულ კურსებს და კურსს, რომელზეც ვისაუბრებ, ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ის ჩუღულებრივი და რიგითი კურსები, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე მე და ავთო. არა Discord-შიც, კომუნიტის გარეთაც და პოდკასტშიც. ეს Series company გთავაზობთ ცოტა უფრო განსხვავებულ კურსებს, რომელიც არ არის სტანდარტული. ეხლა რას ნიშნავს? ეს რა თქმა უნდა არ არის გათვლილი დამწყები დეველოპერებისთვის და ეს არის ტექნიკური კურსი. კურსი მოიცავს, კურსის მთლიანი მიზანი არის ის, თუ როგორ იშოვოთ თქვენ უფრო მეტი ფული, ვიდრე დღეს შოულობთ. შემდეგ როგორ დააბანდოთ ეს ფული, ისე რომ რამოდენიმე ხანში მუშაობას საერთოდ არ დაგჭირდეთ. და ამ კურსში არსებობს complete guideline-ები სხვადასხვა case study-ებზე, როგორი case study-ების და research-ები ჩატარებული არის MIT-ში, Sloan-ში და HBO-ში. კურსის ხელმძღვანელი იქნება ლევან მამულაშვილი. კურსი იწყება ოქტომბრიდან და კურსი ჩატარდება კვირაში ორჯერ. კურსის სრული შემადგენლობა ან ლექციების შემადგენლობა არის 9 ლექცია. კვირაში ორჯერ ჩატარდება კურსი და იქნება დაახლოებით 2 საათი, 2 საათი ნახევარი. ყველაზე მეტად მე რაც მომწონს, აქ არის რომ კურსის მიმდინარეობის პერიოდში თქვენ გექნებათ საშუალება one-to-one შეხვედრებით ჩანიშნოთ კურსის ხელმძღვანელთან და გაიაროთ მაგალითად საკითხები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მაგალითად მიიღოთ რჩევები, არ ვიცი, ნებისმიერ სამცხურში არსებობს პრობლემები, არსებობს რაღაც ეტაპები, სადაც რჩევა გჭირდებათ ვიღაცისგან და ამ one-to-one სესიებზე შეგეძლებათ რომ მიიღოთ პირდაპირ რჩევა C-level მენეჯერისგან, რომელსაც ბევრი ეგ ეტაპი და თქვენი ეტაპები უკვე გავლილი აქვს. ასევე მე მაქვს იმის პრუვი, რამოდენიმე ადამიანს ველაპარაკე, რამოდენიმე ლექციას დავესწარი კიდევაც და მაქვს იმის პრუვი, რომ რამოდენიმე ადამიანმა უკვე საკუთარ სამსახურში პრომოუთი გაიკეთა და level-up-ი გაიკეთა. აქედან გამომდინარე, ფიდბექები ბევრია, კომპანიის შესახებ, კურსის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას დავწერთ description-ში, დავწერთ Discord-შიც, ასევე აქ ამონათდება პრომოკოდი და პრომოკოდის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას, იმ შემთხვევაში თუ ამ კურსს შეიძენთ და დარეგისტრირდებით. კურსის ფასი არის 2700 ლარი და თქვენ ამ კურსის მიმდინარეობის დროს გექნებათ კომუნიკაცია მხოლოდ იმ ხალხთან, Slack-ის ჩანელი იარსებებს და ამ Slack-ის ჩანელში იქნებით მხოლოდ თქვენ და თქვენი კურსის წევრები, ასე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაც მომეწონა არის, რომ მათ აქვთ თავიანთი job hunting პლატფორმა დაწერილი, რომელიც თქვენი რეზიუმის მიხედვით
მთელი დღის განმავლობაში, ასე ვთქვათ, პარსავს და ეძებს ჯობებს სოფლიოს გარშემო, ისეთ ჯობებს, რომელსაც არ ჭირდებათ ვიზა და თქვენი რეზიუმის მიხედვით გიმაპავთ ჯობებს, ვაკანსიებს, რომელზეც თქვენ მე შეგეძლებათ apply-ის გაკეთება. და კიდე სხვა ბევრი ბენეფიტი. მოკლედ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობელები ვართ, რომ Sirius კომპანია შემოვიდა ჩვენთან და ჯერჯერობით აქაურობას არაფერი არ ეთხოვა, მაგრამ დავატყობთ. და გარდა ამისა, მე დავამატებ ეგეთ რაღაცას, რომ 18-19 ოქტომბერს გაიმართება, როგორც უკვე იცით, Quadrant Tools და LinkedIn-ზეც ასევე. ბევრჯერ დაიწერა, რომ 18-19 ოქტომბერს Laravel-ის დახმარებით გაიმართება გრანდიოზული ჰაკათონი თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც რომლის ორგანიზატორი ასევე ჩვენ ვართ DevTherapy და გარდა ამისა For Loop-ი. ყავს ძალიან ბევრი სპონსორი, ძალიან საინტერესო იქნება და ყველას ვისაც გაქვთ ამის საშუალება გეჩვევთ რომ მოხვიდეთ, დაესწროთ თოკებს, მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ მე მგონი ამ მასშტაბის ჰაკათონი არ ჩატარებულა. არაფერი ასეთი მსგავსი არ ჩატარებულა საქართველოში. ამ ეტაპზე გვყავს 500-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი რა მონაწილე და დიდი იმედი მაქვს რომ უმეტესი ნაწილი აქედან უკვე ადგილზე მოვა. ამიტომ თუ არ გაქვთ არაფერი პროექტი, იდეა ან არაფერი, მოდით დამიჯერეთ იმდენ ხალხში, ყველაფერს იდეა მოგივათ, თან თემებს ინტროს დროს სანამ დაიწყება ჰაკათონი, მანამდე გამოვაცხადებთ, ამიტომაც ვერავინ ვერ იქნება მომზადებული წინასწარ, ამიტომაც სრული fair იქნება ყველაფერი რა. და ნებისმიერ სახის სარეგისტრაციოზე ან ინფოზე ამ ყველაფერზე აუცილებლად დავწერთ description-ში. და თუ რაღაც კითხვა იქნება Discord-ით შეგიძლიათ მოიხმაროთ. კარგი, დავიწყოთ. მე მგონი დროა დავიწყოთ. მოდი ჯერ აუხსნათ ხალხს რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ რა. მოკლედ, დღეს არ გვყავს სტუმარი. როგორც ნუ მაგას მიხვდებოდით ხა აქამდე. და გუში მოგვივიდა ეგეთი იდეა, რომ ხშირ შემთხვევაში სტუმარი ძალიან კაია, მაგრამ ბევრი სტუმარი რო ყავს ხოლმე, მე რაღაც ესე გამოდის, რომ მე დავთოს, აღარ გვაქვს ჩვენი სივრცე, რაღაც ჩვენი აზრები გამოხატოთ. დიდი ხანი არ გვისაუბრია. და დიდად ვიცით, რომ ჩვენი საუბრები გიყვართ თქვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიქვეთ ესეთი რაღაცა, community-ს ვთხოვეთ, რომ გუშინ საღამოს ვთხოვეთ community-ს, რომ მოეწერათ საკუთარი რაღაცა არაპოპულარული იდეები, მოსაზრებები, რაც თვითონ აქვთ პროგრამირების ტექის გარშემო, ჩვენ სათითაოდ ამოვიღებთ ამ მოსაზრებებს და მე ჩემს გამოვთქვამ, ავტო თავისას გამოვთქვამს, შეიძლება ცოტა ვიკამათოთ, დავეთანხმოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ ერთმანეთს. ოღონდ ვეცდებით რომ ზარებით ხოლში არ ჩავიდეთ. აუცილებლად თავარი აქ ის არის რომ ამ ყველაფერს ვიზავთ რენდომულად, ანუ მოდი ახლა მე მგონი ჯობია ავრიოთ და ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი რა, რომ ვიღაც სარეგონოს რაღაცა ჩავაწყეთ ან რაღაცა. არა, აქ არის აბსოლუტურად ყველა ის კითხვა, ის მოსაზრება, რომელიც გუშინ თქვენ დაწერეთ იმ thread-ში. ამიტომ ჩვენ ის ამოუბეჭდეთ, დავჭერით და არც ერთი კითხვა არის ჩვენი მოფიქრებული ან მოსაზრება, ყველა მოსაზრება არის community-ის წევრებიდან და ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის, იმიტომ რომ თქვენ ნაწილი ხართ ამ პოდკასტში. ყველას ვერ წავიკითხავთ, რა თქმა უნდა, ნუ რა ვიცი მოეწყინება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით. მოდი შევხედოთ როგორ ვქნათ, იცი, როგორ გაგვეწელება იმის მიხედვით შევხედოთ და დროის ფორმატში როგორ ჩავждებით. თუ ვინმესი ვერ მოხვდება აქ და ამ ეპიზოდში ვერ მოეწება, შემდეგ ეპიზოდში სტუმართან ერთად გავიაროთ ეგრე. თუ არა და პირდაპირ Discord-ში გიპასუხებთ. არა, სტუმართან ერთად გავიაროთ ჯობია. ოკეი. აი, ავრიოთ, მოდი ვისაუბროთ. ოკეი. მოდი აქ ქვე დავყაროთ, ხო? აქ იყაროს. ხო. აბატო. დავიწყოთ. ამოვიღე პირველ კითხვას, წავიკითხავ და გავარჩიოთ. ესე იგი. Fully generic repo versus simple dedicated repos. PS. ზოგადად generic-ობის სენი რამდენად სასარგებლოა. თავიდან თითქოს ყველაფერი მარტივად გამოდის, მაგრამ ბიზნეს მოთხოვნების გაზრდის შემდეგ გვიწევს generic-ის მორგება. სხვადასხვა кейსებზე და იბერება უკანონო მიშენებებით. ცოტა ვერ მივხვდი, ანუ რეპოზიტორებზე საუბარი თუ კოდზე. კოდის რეპოზიტორი, ანუ source control რეპოზიტორზე საუბარი თუ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რეპოზიტორი პატერნზე საუბრობს. და საუბრობს აი რეპოზიტორი versus კონკრეტული მოდელის რეპოზიტორი შორის სხვაობას. კაი, აბა დიდი ალბათობით. აი რეპოზიტორი და კონკრეტული მოდელის რეპოზიტორი, ანუ კონკრეტულ მოდელში რა იგულისხმება? აი რეპოზიტორი versus job repository, company repository. Okay. დაიწყებ. დავიწყებ, კი.
ჩემი აზრით აქ გააჩნია უშუალოდ რამდენად კომპლექსურია პროექტი და რამდენად არის საჭიროება იმისა, რომ დეკაპლინგი მოხდეს რა. იმიტომ რომ ზოგადად fully generic რეპოსტაცი ხო ანუ მე მაინც ვფიქრობ, რომ კარგია არსებობს სიტუაციები, სადაც პირობითად full generic რეპოა მომგებიანი და არსებობს სიტუაციები, სადაც simple dedicated რეპოები არის მომგებიანი, მაგრამ ზოგადად რომ იმ საკითხში ძალიან მიუყვები ამ ადამიანს, რომ over engineering-ი და generic-ების ყველგან ჩატენვა საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევს თვითონ .NET-შიც კი რა, ანუ C# ლოგო აქვს, როგორც ხედავ ამ ადამიანს და სავარაუდოდ მაგ პრობლემაზე საუბრობს რა. კი, რავი, ანუ ზოგ მომენტში ჩემი აზრით პერსონალურად ვფიქრობ, რომ შეიძლება მომგებიანი იყოს ერთი, მეორე შემთხვევაში მეორე იყოს რა. მაგრამ over engineering-ის წინააღმდეგი გადასარევად მოგეხსენება, რომ რა მაგ ამბავის რა. კი, მაგალითად რო გქონდეს ყველა რაღაც დომენზე პერსონალური რაღაც რეპოზიტორი კარგი არის იმ ჭრილში, რომ მარტივია და უფრო დამოკიდებულებები, განცალკევებულებია რა ერთმანეთისგან რა და იცი პირობითად რომ რაღაცა ოპერაცია უშუალოდ ამ დომენზეა მორგებული რა და არ არის რაღაც გლობალური რაღაცა აი რეპოზიტორი პირობითად რა. მაგრამ ეგ იწევს რას boilerplates, იწევს იმას, რომ ბევრჯერ რაღაც დუპლიკეიტებები გიწევს, გიწევს dry-ის დარღვევა გიწევს და ხო ამ შესაბამისად trade-off-ებზეა საერთო ჯამში. Copy-paste საკეთებ და მე კოცული. კი, ბატონო, trade-off. მაგრამ მან არის ხო აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. შენთან ვარ, მე დიდი ხანია რეპოზიტორები არ გამომიყენებია, ჩემ დომეინში ეგეთ რაღაცებს არ ვწერთ ხოლმე, მაგრამ ნუ იგივე სახის რაღაც სხვა ვწერთ, რა მნიშვნელობა აქვს. და მეც გეთანხმები, რომ მე მისჩვენია მაგალითად, რომ მქონდეს ბევრი ერთი და იგივე განსხვავებული იმპლემენტაციებით მოდელი მორგებული, ვიდრე ერთი და ყველაფერს აკეთებდეს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოდელისთვის მე რაღაც შეგეცვალოს და რაღაც დამატებითი ჩარევები დაგჭირდეს და ძალიან დიდი რისკია, რომ მე იმდენი ჩარევები გიწევს, რომ შეიძლება სხვას არ მოერგოს ეს ფუნქციონალი და გააფუჭო. ხო, პირდაპირ გარდა ამისა ის long interface-ის ცნებას იღო მან რა, ანუ იმიტომ რომ გამოდის რა, რომ ყველა ახალ მეთოდებს გამოდის ამხელა ინტერფეისი, ხო? მერე თუ მოგიწევს ის, რომ პატარ-პატარა ინტერფეისი შესთავაზო, მაშინ და რა აზრი აქვს, ანუ ბარე. მაგას ჯობია გაგეთე 30 ცალი და მე სათითაოდ თან მაგ დუბლირებაზე თუ არის პრობლემა, წესად კი ირღო, მაგრამ ნუ შეიძლება რამე თულები დაწერო მაგალითად და შენ აღარ ხნა ეგ დუბლირება და იმ თულებს აკეთებინო, მაგრამ ნუ ხო, ნუ ფაქტი გასაგებია მე მგონი, აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ აქ, მეც ეგრე გავაკეთებდი, რომ ბევრ დავარღვევდი იმ წესებს, მაგრამ მისჩვენია, რომ ერთს და რაღაცა ძლიეს, მისჩვენია, რომ ბევრი მქონდეს და პატარა. იმიტომ რომ წაშლაც რომ მინდეს, უბრალოდ წავშლი და მოჩვე. აი, მოდი ხა მე ამოვიღებ. ეს ავიღოთ. ვა! ძალიან მაგარი რაღაც I don't know გვიწერს. ქართულმა კოდინგის აკადემიებმა და სიაფანდმა ინფლუ კოდერებმა უარყოფითი გავლენა იქონიეს ადგილობრივ ბაზარზე და ბევრ ადამიანს შეუქმნეს არასწორი წარმოდგენა პროგრამირებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე. სანამ შევინდი, მოდი გავაგრძელებ. შემიძლია ზუსტად დილამდე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მანდ ორი ეზრი არ არის, მაგრამ ის ჩატშიც დავწერე. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც მე და თორნიკემ ეს პოდკასტი შევქმნით. ამსტერდამში ვიყავით, რაღაცა არაპროფესიონალური ვიდეოები ვნახეთ კონკრეტულ რაღაცა პლატფორმაზე და დავფიქრდით, რომ ის ადამიანები, ვინც პროფესიონალები იყვნენ, არ ჩანდნენ. არცად არ ჩანდნენ რა. და რეალურად ძალიან ბევრი მაგარი დეველოპერი ყავდა რა, ანუ რაღაც ტექნიკური ტიპი პირობითად რა და შესაბამისად ჩანდნენ ვიღაცა ტიპები, ვინც თქვათ ახლები იყვნენ საერთოდ დეველოპმენტში, მაგრამ რაღაც გზების გამო მოხდათ ამათი გაპიარება რა და აკადემიებმა უმრავლად ეგ თემატიკა ალბათ მაგას ხელი შეუწყეს და შესაბამისად ხარისხი გლობალურ ფონზე დაეცა იმ პონტში, რომ ვიღაცებს გონიათ დეველოპმენტში რაღაც ხსნა ადამიანების, არ საუბრობენ უკან რა საშინელი გზა არსებობს, რაზეც აქ 25 სტუმარმა ისაუბრა და შესაბამისად ხო რა, თუ გეშენდა მე ვერ გამაჩერებ ამაზე. ხო, ანუ მეც გეთანხმები, აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები, ავაგრძელოთ, აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. მან ნახე როგორი რაღაც არის რა. ძალიან საინტერესო, ზოგადად, ანუ ეს თეატრები ხდება ხოლმე რა, ეს არ არის პირველად და მეორედ რა, ნახეთ, დარწმუნებული ვარ. ეს სხვა სფეროებში ხდება ხოლმე. სადაც აი ვიღაცას უჩდება წარმოდგენა, რომ მარტივად შეიძლება ფული შოვნა ვიღაცის ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ სფერო არის აი ძალიან ბევრი დამალული ჩასავარდებია ჩვენ სფეროში და ამ ყველაფერს შენ ისე ლამაზად გაფერადება შეგიძლია და ისე ლამაზად გადაფარვა და შეიძლება მე ლამაზად გაიდო. აქედან გამომდინარე
აი წარმოვიდგინეთ რაღაცა რომ ეხა MMA რო ავიღოთ რა ყველამ ვიცით ეხა რომ წარმატებული MMA-ის მებრძოლი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ თანხას მაგრამ ეხა მე რო დავიწყო ამის PR-ი წარმოვიდგინეთ რომ ანუ გინდა გახდე მილიონერი მოდი ჩემთან ისწავლე MMA მაგრამ მე რო არ ვილაპარაკო ეხა იმაზე რომ არსებობს ამავდროულად იმაზე ბევრი ანუ წარმატებული MMA მებრძოლებზე ბევრად უფრო ბევრი არაწარმატებული ანუ average მებრძოლი რომელიც პირიქით ხო ანუ საერთოდ აქვს ბევრი ფული პირიქით ძალიან ანუ struggling-შია ძალიან წვალობს და ყოველთვის ანუ რაღაც იმაშია რა ჩალიჩი და არ არის მოკლედ ასე ვთქვა წარმატებული და ასევე რო ვიღოთ რა უკუ ჩვენებები აქვს ხო ანუ რა საფრთხეებია ამებზე რო ვილაპარაკო ჩემთან აღარავინ აღარ მოვა მაგრამ მე თუ ვიტყვი რომ გინდა გახდე წარმატებული მოდი ხო ანუ იგივე მაგალითია უბრალოდ ნახეთ MMA რო ადამიანებს ესმით ანუ ყველა მიცის რა არის რა ვიღაცა შეიძლება მოგარტყას და გეტკინოს გამიქე დაეცე და რაღაც დაიზიანო ამ პროგრამირება რომელიც შენ არ იცი რა არის მე შემილია მოკიდო ეგ გითხრა რომ მოდი ჩემთან აქ ძალიან მაგარია აქ ძალიან ბევრ ფულს იშოვი აქ უსაფრთხოა მარტივად მოწმე და დასაბოლოებელი ხო შენ ვერ არიცი იმის ვერ წარმოიდგენ რა წარმოდგენის დონეზეც არ შეგიძლია აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ვეთანხმები ამის დამწერს რა და პრობლემაც იმაშია რომ მოდი და აბა ნუ გაიყიდებიან მეც გავიყიდებოდი რა ანუ წარმოიდგინე ტიპი მოდის გეუბნება რომ მოდი სამთვეში გასწავლი სამთვეში ხო მასკლავებს მოწყვეტ და გინდა რა თან ის ფილმები გინახია თან ის ძალიან ჰაიპშია ეს რაღაცა OpenAI, ChatGPT, AI და გინდა ამ თემებში ჩართვა რა მაგრამ აი მე რო დავждე ეხა და სიმართლე გითხრა როგორ გახდები ამ სფეროში წარმატებული აი მე შეიძლება აღარ მოგინდეს რა ანუ იმიტომ რომ არ ვიცი მომავალში რა იქნება არ ვიცი რა როგორ შეიძლება landscape-ი მაგრამ ჩვენ დროს ამ სფეროში წარმატებული ყოფილიყავი ნამდვილად მე არ ვარ წარმატებული არ ვეძახი მე რაღაც ერთი ჯობის დაწყებას და რაღაც მე ვარ წარმატებული ნამდვილად აი software engineer პროფესიონალი რო იყო შეიძლება ღამეების თენება სწავლა სისხლისღვრა რა ვიცი მე და ძალიან ბევრი შრომა ამიტომ რავი რა ხო აბსოლუტურად ეთანხმები რა ზოგს ანუ ჩვენს რამდენიმე სტუმარს კომპიუტერის საერთოდ არ ქონდა მამალაძე მარტ თქვა რაღაცა ფურცელზე წიგნები ვსწავლობდიო და არ მოუდგენელია ხო ხო ანუ მაგას ეხლა იზავს ის ბავშვი ხო მაგას ვამბ ანუ და ხო დემოტივაცია გამოიწვია და ბაზარი გააფუჭა ამან აბსოლუტურად გააფუჭა ბაზარი მე როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სიტყვაზე ავიღოთ რო ვეძებ მე ხა software engineers developers დამწყებს ვეღარ ვიყვან იმიტომ რომ არის 1000 დამწყები და ვეღარ ანუ ამაში ამ 1000-ის გარჩევას ძალიან დიდი დრო მიაქვს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და ავტომატურად რას ვაკეთებ თამასას ვწევ მაღლა რომ მარტივად გაიფილტროს. თამასის აწევა კიდე უკვე იწევს იმედგაცრუებას, რომ აუ ჯუნიორმა ის უნდა იცოდეს, აუ მაშინ შენს მიმართ უკმა ყოფილობას ეს კითხა რატო უნდა ვიცოდეს? იმიტომ უნდა იცოდე რომ სხვა გზა არ მაქვს. რომ აგარჩიო და გამოგარჩიო აღარ მაქვს სხვა გზა და ამიტომაც რავი. ეს მოხდა ავტომატურად. აი ავტომატურად მოხდა ეს. ეგრეა. გავაგზავნე. მე მგონი ამაში ვერ ვიკამათებ მე და შენჯერია. ხო, კაი გაგრძელებაა, მე მგონი ასე ვცხოვრობთ. Seniority level-ის ინფლაცია. ანუ რაც ნიშნავს, რომ რაც დრო გადის, seniority level-ი იკლებს. დაიწყე. ეთანხმები პირველ რიგში. ეგრე არ ეთანხმება. აუცილებლად. რატო? და იმიტომ რომ ბევრი მიზეზია მაგისი. ვიღაცებს დამწყებას პირობითად ან რაღაც საშუალო ტიპებს გაუმარტივდა ძალიან ბევრი რაღაცა საქმის კეთება ისე იმათ აღარ აქვთ იმის ის სურვილი რომ რაღაცები ეძებონ, რაღაც ახალ-ახალი ინფორმაციები მოიძიონ რთულად, სისხლის ფონად დაუждეთ ფასად უფრო სწორად რა. ძალიან მარტივი თულები არსებობს, რატომ საიდან თქვა მიიღონ რაღაცა ეს ცოდნა და ხშირად ეგ გახალტურებასაც იწვევს რა, რომ მაგალითად პირობითად ვიღაცა რაღაც ChatGPT კოდს უწერს ადამიანს და იმას აკოპირებს, აფეისტებს, მაგრამ არ იცის ის როგორ მუშაობს რა რეალურად. მაგაზე კითხვას დაგისმევდი მე იქით ამ ხელს რო ვიყო რა. რა მნიშვნელობა აქვს ChatGPT-დან დააკოპირა შენ კოდს და ვერ გაიგებ რას ნიშნავს თუ Stack Overflow-დან. Stack Overflow აქამდე გქონდა. რო არ ვიცი რაღაცა map ფუნქცია როგორ მუშაობს, მივიდიოდი Google-ავდი Stack Overflow-ზე, ნახავდი exams, მოვიდიოდი ვაკოპირებდი. რა განსხვავება ხა მე ChatGPT
დამიწერს იმ კოდს თუ ვიღაც სხვა, მაინც სხვა აკოპირებდა. Stack Overflow აკოპირებდი, მაგრამ Stack Overflow-დან გამომდინარე Stack Overflow სხვა სიტუაცია იყო რა. ანუ უფრო მაინც გჭირდებოდა გარჩევა ყველა შემთხვევაში რა. იმიტომ რომ Stack Overflow-ს ვერ კითხავდი ის რომ მაგალითად რომ სხვანაირად ეწერა, შენ ვერ კითხავდი ჩემ მაგალითზე დამიწერე რა. გიწევდა რომ გადაგეღო და დებაგინგი გაკეთებინა და შენზე გადაგე. ამიტომაც მაინც იძულებული იყავი გაგერჩია და იყო ძალიან კარგი პატიოსანი თულე პროფესიონალი ტიპის დაწერილი პასუხი და ვალიდაცია ქონა ძალიან აბსოლუტურად კი ანუ ChatGPT კიდე ამარტივებს მაგ იმას და აი მე მგონი რომ მილიღაცა სტუმარი ამბობდა რომ მე მგონი ოთო ამბობდა რა ეგეთ რამას რომ აქეთ დაგვისვა კითხვა თუ გახსოვს რომ არ გაგაზარმაცათო ChatGPT-მა ანუ რეალობად კი გაგვაზარმაცა რაღაც როლში მეც და შენ შეიძლება რა მაგრამ ჩვენ ის გზა გავლილი გვაქვს რომ აი რაღაც სადღაც იქ Stack Overflow-ზე კი რაღაც ჩინურ ბლოგებზე რო ეძებდი პასუხებს რაღაცა ძველი ვერსიების ხო? ხო, თან ეგ აღარ უწევს რა ხალხს. რატომღაც მე ხო, არა, გეთანხმები, რომ ძალიან იქით რა წავიდეთ ChatGPT-ს და იმისკენ. მეც გეთანხმები, რომ seniority level-ის ინფლაცია მართლა არის. უბრალოდ ამას ალბათ ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ. ჩვენ თითოეულმა, არ ვიცი, უნდა ავწიოთ დონე და რეალური სურათი ვანახოთ. თამასა უნდა აიწიოს, თამასა უნდა აიწოს. ანუ რატო იკლებს რეალურად რა არის ეს მიზეზი? სენიორები რო დიდი ხანი არიან ბაზარზე. მერე სენიორები იცვლიან დომეინს, ხო? ან ხდებიან მენეჯერები, ან ხდებიან კოფაუნდერები და მოკლედ მაინც რა იმ ტექნიკურ სენიორიტის ცოტა ნელ-ნელა ცილდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მე უფრო ცოტა სენიორი რჩება, მაგრამ ხა ეს უნდა სტრატეგიულად და ფუნდამენტალურად ჩაანაცვლოს ახალმა. მაგრამ რაც უფრო დრო გადის, წარმოიდგინეთ, ადრე ვამბობდით, ფრეიმვორკების გაჩენა ართულებს იმას, ჯუნიორების გაწვნას. იმიტომ რომ ხდებიან ფრეიმვორკერ ინჟინრები და არა სოფტვეარ ინჟინრები რაღაცა. დღეს საერთოდ სხვა რეალობაა. ანუ დღეს გვაქვს, ანუ ლაიბრარიები. ფული გაქვს, რომელიც გიწერს ლაიბრარის პირდაპირ და გიშენებს რა და ანუ რავი რა, ანუ ძალიან რთულია რამაზე უარი თქვა რა, ანუ როგორ უნდა თქვა ამაზე ერთგვარი, ანუ აი წარმოგიდგენთ მე ვარ დამწყები და მაგ რაღაცა ჩემი იდეა პროექტის. ხო და მაგას ვამბობ, ის ტიპი უფრო გამოირჩევა, ვინც მაგაზე უარს იტყვის. აი მოდი მე ესე ვიტყვი რა, რომ ძალიან რადიკალები არ გავიჩიტოთ რა, ანუ მოდი მე ესე ვიტყოდი, რომ უარი არ თქვა, მაგრამ იცოდე რაში გამოიყენო და როდის. იგივეა რომ აი პროგრამირების საწყისებს რო იწყებს სწავლას და გაძლევენ დავალებას, რომ დაწერე for loop-ი, დაბეჭდე მარტივი რიცხვები. პალინდრომი. ხო, ან პალინდრომი გამომიყვანე, სტრინგი დააბრუნე true ან false-ი, არის თუ სტრინგი პალინდრომი, ხო? ან ძალიან მარტივი პირველი ეს hello world დავალებები. შენ თუ წახვალ და ამას აპრიორში დაგუგლავ და one to one დააკოპირებ და შენ თავს მოატყუებ რომ მე ის გავაკეთე ნიშნულობა არ აქვს შენ ახლა ამას AI დაგიწერს თუ просто დააკოპირებ რა ესე ადრეც იზავდი მაგას და იქ AI რაში გიშლის კაცს ხელს ადრეც იზავდი მაგას კაცს და ამა ეს ხო შენ გაზიანებს ანუ გაიაზრე გაიგე ზოგადად სისტემურად იაზროვნე და ეცადე რომ იცოდე რა ხთულებს იყენებ და რა ხელსაწყოებს იყენებ იმიტომ რომ ეს დაგჭირდება და თუ ესე იქნები curiosity-ის ანუ curiosity როგორ არის ქართულად მე კომენტარებში არ დაგვიწერა. ცნობის მოყარეობა, ანუ ცნობის მოყარეობის დონე შენ იმდენად გაგინვითარდება და იმდენად ცნობის მოყარე გახდები, რომ კარგად ვერ იგრძნობ თავს, როცა რაღაცა tools გამოიყენებ, რომელიც არ გესმის როგორ მუშაობს. ამიტომ ყველგან ჩაძვრები და ზოგადად იმანაც რომ დაგიწერო სუ რა, მაინც გექნება შეგრძნება რას აკეთებს და სრული ცოდნა გექნება. აი გუშინ ნიკა რო ყვებოდა რა, გახლობით ეგ არის, რომ თუ სრულ სტეკზე ინფორმაცია არ გაქვს, ვერ მართავ. ჩვენი შემდეგი სტუმარი სხვათა შორის. ხო, ვერ მართავ. იმიტომ რომ გაგიჭირდება, ცოდნა გჭირდება, ამიტომაც შეუძლებელია რომ რაღაცა თულებმა ცოდნა და ინტელექტი ჩაანაცვლოს. ეს არის შეუძლებელი. ამიტომაც seniority level-ის ინფლაცია ისევ ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგრები, ჩვენ უნდა ვასწავლოთ სხვას როგორ იყვნენ მაგრები და ჩვენ უნდა ავუხსნათ რომ ეს არის თეთრი და ეს არის შავი. ოკეი, კაი. ვისია ჩემია? შენჯერი. აი აჰა, ავარჩიოთ. აჰა, ეს მოხდა ხელში ეს მეორე დავდოთ. რა უნდა აბა? ვაუ, გიგა ანანიძე. თანამედროვე ფრონტენდი უფრო კომპლექსურია ვიდრე ბექენდი. ო. აიძო. ფრონტენდში ვები იგულისხმება მხოლოდ? სავარაუდოდ. თუ მობაილიც? არა, ვებსკულის ხმის დარწმუნებული. მოდი მობაილიც შევიყვანოთ, იმიტომ მე ბევრს ახლა შეიძლება ფრონტზე არ ვიცი რა თქვა.
მაგაზე მე რაც შემიძლია გითხრა არის ის რომ არ ვიცი იცი თანამედროვე ფრონტენდი ხა შეჯიბრს ვერ დაუწყებ რომელი უფრო რთულია ფრონტენდი ვიუს ბექენდი რა მაგრამ თუ კლასიკურ სიღრმეებზეა საუბარი მე მაინც მგონია რომ თანამედროვე ფრონტენდის სირთულით არაფრით არ ჩამოუვარდება ბექენდს თუ კი იმ მიცეა საუბარი რომ BQ უფრო რაღაცა რთულია და რაღაცა რა თუ მაგ მიცეა საუბარი მე მაინც მგონია ნებისმიერ სირთულე არაფერია ნებისმიერ რამეში თავია როგორ გაიგებ გინდა პროგრამირება იყოს გინდა მათემატიკური ამოცანა რა თავია რომ იდეა გესმოდეს იმისი რა ხო და აქედან გამომდინარე ამ წინადადებაში 50-50 რა იმიტომ რომ იგეთანხმები იმაში რომ თანამედროვე ფრონტენდს იმდენად სხვანაირი მოთხოვნილებები აქვს რომ ალბათ ბევრად უფრო რთულია ვიდრე ადრე იყო და უფრო კომპლექსურია და უფრო სხვანაირი პრინციპალები და მიმდინარეობები არსებობს მაგრამ ბიქიც ასევე გაძლიერდა მე გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში მით უმეტეს ბექი აღარ არის ხა უფრო მარტო კოდის წერა რა თქმა უნდა ბექი არის სისტემები cloud-ი DevOps-ი ყველაფერი რა ანუ შენ მარტო კოდი ისე როგორც ფრონტი აღარ არის HTML, CSS, JS-ი რა. ანუ ორივე გართულდა, მაგრამ მე უფრო რატო გონია ხალხს იცი? ანუ კი არა ეს მოსაზრება საიდან ჩამოყალიბდა იცი? აქეთ მხარეს, ანუ ფრონტენდის მხარეს არ არის, როგორ თქვა, სტაბილიზაცია არ არის და არ არის სტანდარტულად რაღაცები არ ხდება. ბექის მხარეს ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია წლების წინ და სტანდარტდა და არის რაღაც სტანდარტები. და იცი რომ ენას მნიშვნელობა არ აქვს რა იქ წახვალ რაღაცები ხდება და გეცნობა რა რომ იქ ესე ვაკეთებდი აქ ესე უნდა გავაკეთო და ფრონტში ეგეთი აფერი არსებობს ანუ გაქვს მილიონი ფრეიმვორკი მილიონი გზა გაქვს რაღაცის დასარენდერებლად და აი rocket science-ია გამხდარი ანუ იქ Svelte არსებობს და რომელსაც თავის რაღაცა მთელი ცოდნა ჭირდება აქეთ Next-ი, იქით React-ი, იქით Angular-ი გაქვს, იქით კიდე რაღაც ახლები იჭდება, Vanilla.js-ი გაქვს. Blazor. აი, ხო, აი ყველაფერი გაქვს, რა ძალიან ბევრი რა, აი ძალიან ბევრი თულია და ასე სტანდარტი არ გაქვს რა როგორ უნდა გააკეთო, რაღაცას რო Google-ავ რა როგორ უნდა გააკეთო, იღებ 8 სხვადასხვა იმას. ხო, მაგრამ დამწყები მაგ არ იცის, ანუ. ხო და მაგას ვამბობ, ალბათ აქედან გამომდინარეობს, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ფრონტი უფრო რთულია, მაგრამ ჩემი აზრით საერთოდ საკითხის AES ფორმულირება არის სისულელე და შედარება არის ზოგადად სისულელე რა. რომელი კრივი უფრო რთულია თუ ჭიდაობა. ამაზე გეთახმები. ანუ ხო აი რაღაც ხო ხვდები ანუ ჯერ ეგ ვინ ირჩევს საქმეს. რომელიც მოგწონს იმას აკეთებ. მე შემიძლია ხავ თქვა საერთოდ რომ მობაილი მაშინ საერთოდ ფრონტზეც და ბექზეც რთულია, იმიტომ რომ საერთოდ ორივეზე განსხვავებულად გიწევს იქ მუშაობა. მაგრამ არა, ხო, ანუ იმას თავის სირთულეები აქვს, იმას თავის სირთულეები, ანუ ყველას თავის სირთულეები აქვს, შენ გააჩნია რა მოგწონს, საითკენ მიდიხარ და რა გაინტერესებს და ვატოლებთ ერთმანეთს. ხო. აი, გავაგრძელოთ, ხო? Multi-platform mobile app development-ი ჯობია ცალ-ცალკე პლატფორმაზე development-ს. არ ვიცი, ხო. იტყვი რამე ეს თუ თქვა? თქვი, მიდი, შენც თქვი და მეც. რადგან mobile-ს ვეხებით. ხო, ნახე, ესეც აიგ არის რა, აი რომელი ჯობი ის უფრო რთულია, აი ზოგადად ანუ ჩვენ სფეროში რა, როგორ უნდა მიხვდე, ზოგადად ადამიანი პროფესიონალი არის თუ არა რა. ჩვენ სფეროში software engineer-ს დაусმევ 10 კითხვას, დაახლოებით 8-ზე პასუხი უნდა დაიწყოს ესე. გააჩნია. იმიტომ რომ ჩვენ სფეროში ყოველთვის გააჩნია რა ხდება. რა use case-ი გაქვს იმის მიხედვით ვარგებთ პრობლემებს. Mobile app development-ი არაფრით არ განსხვავდება ენებისგან და ეს ყველაფერი არის მეგობრებო ხელსაწყოები, ანუ მეტი არაფერი. ეს არის ხელსაწყო. ბიზნეს ამოცანებიც ასე. რაღაცა ამოცანის ამოსახსნელი ხელსაწყოა და მე ის უნდა ხელსაწყო გამოვიყენო, რომელიც აქ ჭირდება და გამომადგება. ეხა ამ კითხვას და მოსაზრებას რაც შეეხება. რამოდენიმე წელს წინ რო გეკითხათ, ალბათ ვიტყოდი რომ არა, მაგრამ ეხა ვიწყებ ესე, გააჩნია და რისთვის გააჩნია. მე და შენ თუ გვაქვს პატარა რაღაც იდეა, რომელიც გვინდა რომ ძალიან მალე გავუშვათ. მე არ დავიწყებ Swift-ის სწავლას, სწავლ MyUI-ს დავწერე. რა თქმა უნდა, ანუ მე და შენ რო გვაქვს რაღაც იდეა, რომელიც გვინდა რომ მალე გავუშვათ და მალე გავტესტოთ, იმუშავებს თუ არა და დავაპროტოტაიპოთ. რა თქმა უნდა, რა სისულელეა, როგორ დავიწყებ მე Swift-ის სწავლას, იქით Kotlin-ის სწავლას და ამხელა მთელი თან Swift-ზე წერა არის ბევრად რთული, ვიდრე Flutter-ზე წერა. ანუ მთელი პლატფორმა უნდა გესმოდეს, native
native სისტემა უნდა გეცმოდეს, როგორც აი Linux-ზე რო წერ რაღაცას, ხო, Linux-ის ინტერნალები უნდა იცოდე, iOS-ზე წერო რაღაცას, iOS-ის ინტერნალები უნდა იცოდე. ამიტომ ამას არ დავიწყებ მე. წავალ და დავწერ Flutter-ზე, დავწერ თუ მით უმეტეს ხო Dart-ი ვიცი, მაგრამ ეგ ხო ცოტა რეალურია. Dart-ი იმით ვსწავლობ, რომ Flutter-ი ისწავლო თორე. JavaScript-ი ავიღოთ. React Native-ი გაქვს. JavaScript-ი უმეტესმა ადამიანმა სამყაროში იცის, ხო, developer-მა. ამიტომაც არა, მაგრამ მაგალითად აი მოდი მაგალითებს მოგიყვანთ. უკვე როდესაც ბიზნესი იზრდება და უკვე დეპარტამენტები ეჭითება, რომ ბექის ტიპები ულიან, ფრონტის ტიპები და რაღაცა, მაგ დროს უკვე გახლეშვა ხდება და უკვე მნიშვნელოვანია, რომ ამასაც ყავდეს თავისი ხალხი, რომელიც მოუვლის რა. მაგაში ხო, მაგაში გეთანხმები, მაგრამ ნუ მაგაში ვერ გეთანხმები, რომ მაგას ხან native ჭირდება რა, Flutter-ის ისიც შეიქმნება გუნდი და მიხედავ. მე უფრო ესე ვხედავ რა, ნახეთ. აი მაგალითებს გეტყვით რა, ცნობილი Snapchat-ი. გადმოწერეთ Snapchat-ი, გამოიყენეთ, ეგრევე მიხვდებით იგზნობა იქ, რომ ეს აპლიკაცია არ არის გაკეთებული მულტიპლატფორმ თულებით. იმიტომ რომ აი ეგრევე იგზნობა, ყველაფერში იგზნობა, პერფორმანსში, ანიმაციების ისწრაფეში, Telegram-ი გადმოწერეთ. გახსენით, ანუ ეგრევე იგზნობა აპლიკაციას, აი დაფრინავს აპლიკაცია. მულტიპლატფორმი რა გახსენდება ეგეთი? მულტიპლატფორმული? ანუ რომელი ყველაზე დიდი მახსენდება cross-platform-ი? Discord-ი ალბათ, როგორც ვიცი, არ ვიცი თუ არ ვწდები, არ მინდა შეცდომა შევიყვანო ხალხი, მაგრამ Discord-ი როგორც ვიცი არის React Native-ზე დაწერილი, თუმცა ძალიან მაგრამ მუშაობს, ძალიან გადმუშაობს, მაგრამ აი Telegram-ს რო გამოიყენებ, და მე Discord-ს რო გამოიყენებ, მაინც ხვდები, აი ეგრევე გიზნობ განსხვავებას, თუმცა ეს ხა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მულტიპლატფორმის მომგებიანი ქულაა. Discord-ი შექმნილია, რავი, რამდენი ადამიანი მუშაობდა Discord-ზე. და ზოგადად შენ მულტიპლატფორმს რატო იყენებ? იმიტომ იყენებ, რომ რესურსი არა გაქვს, მალე გინდა მიხვიდე რა აწერტილში და არ გინდა რომ ბევრი რესურსი გადაიხადო. ამიტომაც Discord-ში რა ფულიც არის დახარჯული, ეგეც შედეგს native-დანაც მიიღებ, და მულტიპლატფორმიდანაც მიიღებ. აქ არის საუბარი კიდე მე და შენ რას ვაკეთებთ. ამიტომაც აი მე მაგალითებს გეტყვით, აი გადმოწერეთ აპლიკაცია Bumpy. ეს არის ადრე იყო ესეთი აპლიკაცია Zenly, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ეს არის სოციალური ქსელი live map-ებით. და მე Snapchat-მა იყიდა ეს Zenly რა და ეხა Zenly-ის co-creator-მა შექმნეს Bumpy, რომელიც არის აი მეგობრებს ხედავ რუკაზე. Bumpy ადრე ის არის ყო ორ ტელეფონს რო აჩახებდი და ინფორმაციას. კი, როგორ არა Android-ზე. მამაც ქვია Bumpy. პარიზში არიან ეს ხალხი, სტარტაპია, არის სრული native development-ი, თავის ტექსტიკიც უწერიათ და აი იმ აპლიკაციას რო გამოიყენებ, აი მიხვდები რას ნიშნავს native development-ი. ამიტომაც გააჩნია რა, რისთვის ვაკეთებთ და რას ვიყენებთ. სტარტაპი თუ ვართ, მალე თუ გვინდა გასვლა, მალე თუ გვინდა რაღაც დავშიფოთ, მულტიპლატფორმს ვერაფერი აჯობებს. თუ ვართ რაღაც კომპანია, რომელსაც სხვა მიზნები გვაქვს, native feature-ები გვინდა, native ძალიან მაღალი პერფორმანსი გვინდა, რენდერინგი გვინდა, რაღაც მეტალის გამოყენება გვინდა, ასე შემდეგ native-ს ვერ ავწდებით. იმიტომ რომ ნუ native-ზე არის ის ყველაფერი, რაც არის და არის. ოკეი. აი, ჯემჯერია? ხო. ჩააგდებით. აბა აი ეს იყოს. აი ეს იყოს. ოკეი. Stone მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა უნდა იყოს აუცილებელი ნებისმიერი დეველოპერისთვის. თუ ასწავლებს უნდა დავსაჯოთ თუ რას ნიშნავს აუცილებელი უნდა იყოს. ხო, არ ვიცი. ნუ ალბათ სასურველი იქნებოდა რომ ეგრე იყოს რა. კი. შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ იმას, რომ ყოველდღიურობაში მონაცემთა სტრუქტურებს და ალგორითმებს არავინ არ ვიყენებთ, არავინ არ დაიბრალოს, რომ ყოველდღიურობაში სტექს გააჩნია. linked list-ებს იყენებს საპირობითად. აი სტექს გააჩნია ისე მაგას დაგვუნდები რა. აი ხო, ბექში შენ შეიძლება არ იყენებ, მაგრამ სტექს გააჩნია რა, მაგალითად რომ ძალიან არის ისეთი სტეკები, სადაც გჭირდება რა. რომელი გამოცანები მობილში მაგალითად არის ხშირად მარტო ლისტი არ ყოფნის. ხო, მაგრამ რა სიღრმეზეა ან მაგალითად ხა low level-ში ვიღაც ვინც აკეთებს რაღაცას იმას ხო, არა. ხვდებიან ძალიან ტექსტ გააჩნია რა.
ტექსტ გააჩნია. კი, მაგრამ მან ერთი მომენტი შემოდის კიდე რა, რომ ავიღეთ სავარაუდოდ ეს ადამიანი სტუდენტი უნდა იყოს წესით რა. ხო და სავარაუდოდ აი მე მაგალითად მონაცემთა სტრუქტურებს და ალგორითმებს სტუდენტების გაფილტროზე თუ ასაუბარი, იდეალურ თულად აღვიქვამდი რა, რომ გავფილტრავდი უბრალოდ ვინ უფრო მეტი იცის მაგამ ბავშვი თუ ვის უფრო სიღრმეებში ესმის რაღაცები, მაგრამ როგორც backend developers ყოველდღიურობაში მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები არ დამჭირებია. ხო, მაგას ვამბობ, ტექსტ გააჩნია მეთქი რა. არის სიტუაცია პირობ ბოდიშკას ყვეტინე რაღაცა ჰეშსეტები, დიქშნარები პირობითად გამომიყენებია და ბუნებრივია. ოკეი, არც ითვლება იდეაში. ხო, მაგრამ რავი. ხო, ეგ არის ტექსტ გააჩნია. აი, მაგალითად ეხა მე ვიტყვი რომ მე ვეთანხმები, აუცილებელია ჩემი აზრით რომ იცოდეს რამდენი მიზეზის გამო. ერთი თუ ვინა სადმე სერიოზულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ნუ ყველა მაგას გეკითხება და აუცილებელია და მე ალბათ ყველაფერს საწყისი მაინც მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმებია. და შენ თუ გაქვს იმის ამბიცია რომ ცოტა განსხვავებული და რთული რაღაცეები აკეთო, დაგჭირდება რა. რომც არის სწავლა გაიჭედები და მოგიწევს. აი მაგალითად ავიღოთ ეგ არის სამეცნიერო ნაშრომი. ანუ ამის წაკითხვის ნერვები თუ ვინ. ხო, ანუ ძალიან ამ წიგნზე ამბობენ რომ მე დავიწყე ამ წიგნის. მეც დავიწყე და გავჩერდი რა და ხო, იმიტომ რომ ეს არის მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების აკადემიური ახსნა. და ხშირ შემთხვევაში შენ აკადემიური ახსნა ტიპიურ software engineers არ გჭირდება. არის მაგის ბევრად უკეთესი წიგნები, რომელიც გასწავლის პრაქტიკულად როგორ ისწავლო ისინი და არა აკადემიურად მათემატიკური ფორმულებით. ამიტომ ხო რას ვამბობდი რომ დავასრულო. შენ თუ გიწევს მაგალითად ავიღოთ, არ ვიცი რა, მაგარი იდეა და ტექსტ ედიტორის აწყობა გინდა. აი ტექსტ ედიტორი რა აწყო. რა ვიცი, Sublime, შენი VS Code, არ ვიცი, ნებისმიერ რაღაცა. უკვე იჭედები, პირველივე პრობლემა რაც გეჩითება არის ის რომ სად შევინახო, რომ შევიყვან ტაიპებს, ეს ჩემი ხარაქტერები სად შევინახო. მე ხო დავწერე. ხო, მაგრამ შენ დაწერე დაშენებულ მე დავწერე მონაკოზე, ხო, მაგას ვიცი. მონაკო აკეთებს უკვე მაგას შენთვის, ანუ შენ აღარ გჭირდება მაგალითად. ანუ ავიღოთ ტექსტ ედიტორი, გაკეთება გვინდა, არ გვაქვს მონაკო, არ გვაქვს JavaScript-ი, რაღაც სხვაზე ვართ რა. სად ინახავ ძმაო? string-ში დაგერხა. კურსორის გადაცვლა, გადმოცვლაზე, editing-ზე ისეთი ნელი იქნება, რომ გაგიჟდები. მე უკვე ფიქრობ რატო? მე Google-ა ხოვხდები და ბოლოს მაინც მიდიხარ, რომ sum3, რა არის sum3? რაღაცა binary tree-ს გადაკეთებულია, binary tree რა არის და მე უკვე binary tree შემოვიდა, მაგრამ ეხლა გიწევს ძებნა. უცბად გინდა ამ binary tree-ში იპოვო რაღაცა ქარაქტერი. ეხლა მიდიხარ სად? როგორ ვიპოვო? Google-ო, ამისთვის ალგორითმები არსებობს? მოკლედ, მაინც გიწევს და ისევ მაგას ვამბობ, ანუ ტექსტ გააჩნია. როცა დამწყები ხარ, ისწავლე რა მინდა, ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგი რაღაც არის, თუ არ დაგაზიანებს მისი ცოდნა, თუ არ მოგაგებინებს და შეიძლება არ დაგჭირდეს დღეს ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, ზეგ შეიძლება დაგჭირდეს და მით უმეტეს ეს არის თემა, რომელიც არ იცვლება. ერთხელ ისწავლი, მთელი ცხოვრება შენი ბენეფიტია. ოკეი. იცი. შენ ჯერი. კი ბატონო. რა null reference არ უნდა არსებობდეს. null reference pointer-ი რა არ უნდა არსებობდეს. რატო გაუჩნდა მაგის საჭიროება? არსებობს რაღაც ძალიან ბევრი research-ი, რომ ანუ $1 billion bugs ეძახიან მე მგონი, ხო? შეცდომას. არ ვიცი თუ არ ვწდები null reference-ი შექმნას, მაგრამ იდეაში არ ვიცი. არ ვიცი ამაზე რა უნდა თქვა. მე მგონი ანუ მე მგონი სადაც ხო ანუ სადაც სწორი null references handling-ი არსებობს, მგონია რომ მან ისევ სწორად დავჰენდლავდი null reference ვიდრე უშუალოდ null reference მოვაშორებდი. ხო, null reference-ი რო არ არსებობდეს, მაგაზე რო გიპასუხო, ხა მე ძალიან უნდა გადავერთო უკვე აი language designer-ის კუთხიდან. რომელიც იმის მიუხედავად რომ ძალიან მაინტერესებს ეს language design-ი, კომპაილერები, ინტერპრეტერები და ბევრი კითხულობ მაგაზე არ მაქვს ესე ძლიერი შეხედვით, ამაზე არ მიფიქრია ბევრი. აი null reference რო არსებობდეს, რა მოხდებოდა, ამაზე არ მიფიქრია რა. თუმცა ვიცი მაგალითად ენები, რომელიც არის მაგალითად Rust და Swift, რომელიც ამას წარმატებით აგვარებენ და გარდი ხო, გარდით შეგიძლია ამოიღო, არის ოპშნალები Rust-შიც და Swift-შიც,
რომელშიც ან ეს ოპშენალი არის 5 რა და ამ 5-ში ან დაგხვდება ნალი, ან დაგხვდება რაღაცა. .net-შიც. ხო, მაგრამ .net-ში შეგიძლია რომ გამოაცხადოთ სვლადები, რომელიც ნალებელ არ არის. კი. ახ არ შეგიძლია ეგეთ რაც გააკეთო, ანუ ძალიან გაიძულებს რა. by default არის ნალეიბლი, ხო? By default როგორ აღიხსნა? By default ვერ გააკეთებ ცარიელს. დაინა. By default თუ ცარიელს გააკეთებინა, ან ოპშენალი უნდა იყოს, ან ასე რომ გააკეთო. .net-ში შეგიძლია მიანიჭო ნალ ესე ჩოულებურც იმას ობიექტს და მორჩა. და აქ არა, აქ ოპშენალი უნდა იყოს, რომ ნალ მიანიჭო, იმიტომ რომ მე ამ ოპშენალს ვერ გამოიყენებ თუ safe unwrap-ი არ გაუკეთე. ანუ იგივეა რაშიც, აბსოლუტურად იგივეა და ესენები აგვარებენ იმას, რომ შენ null pointer exception-ი, ასე ვთქვა, თითქმის არ გვხვდება პროექტში, იმიტომ რომ თუ force unwrap-ი არ გააკეთე რა, ხალხ force unwrap-ი არ უნდა გაიცნოს შენი ბრალია. ამიტომაც არ ვიცი. ოკეი. ალბათ მაგკითხვაზე ცოტა უფრო უნდა დავფიქრდე რა, ეს აი language მე მაინც ავტორს ვკითხავდი, რომ просто მოიწეროს მე სადმე Discord-ში ან კომენტარებში, რომ რატო გაუჩნდა ეგ პრობლემა, რომ ეგეთი ავტორი კაი ბიჭია. კი, ოქროს ბიჭია ნამდვილად. კაი რაღაცები აინტერესებს, მე მომწონს მისი შეხედულებები რაღაცებზე, ამან ერთხელ ისეთი ამოცანა გააძრო ღამის 4 საათზე, რომ 2 საათი ვაკეთებდი იმაზე, ქვია. აქვე იმ საიტს. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც Quake-ი დავაწყებინე და დღემდე დავაშოვი. ხო, მოკლედ რა, არ ვიცი. მოდი უფრო მეტ language design-ში რო ჩავალ, მე უფრო შევძლებ უფრო სწორი პასუხის გაცემას. ავირჩიო? დავაი. აჰა. ჯერჯერობით ისეთ კითხვები არის რომ დავაყაროთ ერთმანეთს. ბიჭო, ხო, არა, სხვათა შორის. ანუ ყველაფერზე ვეთანხმებით ერთმანეთს. უმეტესწილად. 2022 წლის პროგრამისტის საქმის 90% 2030-ში აღარ იარსებებსო. რა იყო 22-ში განსხვავებულად? შეიძლება. 2022-ში ბევრი რამე იყო, ლეიოფები იყო, ომი იყო. არა. მაგრამ თვითონ პროგრამისტის საქმეო რა. და რაც აკეთებდა განსხვავებულს 2022-ში, რასაც დღეს არ აკეთებს მაგალითად. ხო, ის ხო, შეიძლება. ChatGPT-ც 2022-ში იყო, ხო? არა, 23-ში შეიქმნა. არ ვიცი, ჩვენ მე 23-ში გავიგე პირველად. მე მახსოვს 22-ში უკვე იყო. არ ვიცი, ჩვენთან არ ვიცი, არა, 22-ში არ იყო. ნამდვილად. არა, კი, იმიტომ რომ მე თინეთში დავიწყე მუშაობა, რომ მაშინ პირველად რო გამოჩნდა ბაზარზე და იყო 2022-ში ან ბოლო, ან აი. რა სიტყვა? სავსებით რეალურია. კი, რეალურია, ძალიან საინტერესო, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს პროგრამისტის. აი, მოდი მაგალითად ავიღოთ. რაც წლები გადის, პირობითად უფრო მეტად ავტომატიზირებული ხდება ბევრი რაღაცა, უფრო მეტად აღარ გიწევს research-ი, რაღაც ბევრი თული, AI აგენტები აგრეთვე, ნებისმიერ რაღაცა თული გამოდის შიგნით AI-ა ჩატენილი გინდა არ გინდა და ყველა შემთხვევაში. აი, მაგალითად ავიღოთ რა, შემოვიდა რაღაც პრობლემა. არ ვიცი, ბაგია რაღაცა, system false-ია, არ ვიცი, რაღაც ხდება რა. დაერორდა რაღაცა. ძალიან ადრე ჩულებრივი ამის შედეგი რა იყო, ვიწყებდით, ანუ ან ტესტებს უშვებ, რომ ნახო fail-დება თუ არა. მე ადებაგებ, ხო, ან ტესტებს უშვებ, მე ტესტებით თუ ვერ იპოვე, ადებაგებ და მიყვები რა, ესე flow მიყვები. დღეს რა შეგიძლია? დღეს შეგიძლია პირველი რაც გააკეთო, აი პირველი რა, ნახო იქნებ ჩემი აგენტი ამას პოულობს იმაზე მალე ვიდრე მე ვპოულობ. მე ესე მოვიქცეოდი რა. პირველში აგენტს ავუხსნი პრობლემას, დაახლოებით მითხარი რა ოპშენები არის რომ ეს გაფუჭებული იყო, რის გამო შეიძლება გაფუჭებული იყო, სად შეიძლება ამას მივაგნიო და აგენტი მომიძებნის რაღაცებს და რამოდენიმე ვარიანტს მეტყვის და შეუძლია ის ჩემი debug flow შემივიწროვოს, შემითხელოს, იმიტომ რომ უკვე დამანახებს რაღაც პრობლემას, შეიძლება პირდაპირ პრობლემა მითხრას, ხო? ამის გამოა. და მე უფრო ნაკლებ ადგილას ვეძებ, პატარა ადგილას ვიდრე დიდ ადგილას. და ეხა ეს რო კიდე გავა 5 წელი. უფრო მეტი რაღაც შეიცვლება ჩემი აზრით და ხო, მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ 2022 წელს უკვე ხო აგრეა რა. რასაც ვიღაცები 2022 წელს ეხა ხელით აღარ ვაკეთებთ რა. ხელით აღარ ვაკეთებთ. ხა მაგალითად აი მარტივი ავიღოთ რაღაცა, იცი რეფაქტორინგი. აი რაღაცას უყურებ და იცი ეს უკეთესად როგორ უნდა დაწერო. აი იცი. და რა უნდა ეს ცოდნა უკვე რო გაქვს შენ უკვე რეფლექს გადასცემ შენ თითებს და იწყებ უკვე ამის ტაიპინგს, ხო? თავარი არის აქ რა მოგივიდა, ეგ რა მოგივიდა ეგაზრა და ბევრი გაქვს, აი დუპლიკირება უნდა გააკეთო და ბევრი ადგილას გააკეთო. ხელით აღარ ვავაკეთებ მას. დავადოკუმენტებ ჩემ აზრს ძალიან კარგად და აგენტს ვეთქვი რომ გამიკეთე და
აგენც როცა ერთ-ერთი example-ს რო აძლევ, კარგად მუშაობს. მან ძალიან ისეთი რაღაცა მოდის ახლა ნელ-ნელა რა, რომ ეს აგენტებში ფულის გადახდის თემატიკა რა. ნელ-ნელა ვიწყებ ძალიან ბევრი ფულის გადახდა სამთულებში რა. ანუ რაც უფრო დრო გადის, ჩემი აზრით, დეველოპმენტი მეტად უფრო ძვირი ხდება რა. კი, ძვირი კი არა, აგერ გუშინ არ გამოვიდა ის Sora 2 და ხალხი წერდა Reddit-ზე, რომ ანუ ამ data ცენტრებისთვის იმდენი წყალი იხარჯება, იმდენი წყალი იხარჯება ამ data ცენტრების cooldown-ისთვის, რომ ანუ მთლიან აფრიკას ეყოფოდა ეს წყალი. და ნუ ელექტროენერგიაზე აღარ მაქვს საუბარი. ნუ მაგრამ ეს ნუ ცალკე საქმეა და ცალკე პრობლემებია და ნუ ხო. კი ბატონო. ეს არც არ შეცვლის დამიჯერეთ, ანუ იმდენი კომპანია და იმდენი ადამიანია ამ AI-ში ფულით ჩართული, ეს ძალიან დიდი ხანი არ მორჩება. მაგრამ ცხადია, საერთაშორისო თანხმობრივი და დეველოპმენტი ძალიან შეიცვალა კი და კიდევ უფრო შეიცვლა. კაი. ამოვიღო? კი. ხო, job listing საიტებზე, ანუ ვაკანსიებზე უფრო სწორად, სადაც დალისტულია ვაკანსიები, CV-ს გაგზავნოს აზრი არ აქვს. რატომ არ აქვს? არა, საუბარი იმაზეა, რომ ანუ დენი გაგზავნოს. ანუ მაგის ყველაზე მარტივი და ისეთი მაგალითი არის, რავი, ბევრი კოლია ეგეთი, რომ გაგზავნილი CV-ით დაიწყეს მუშაობა კონკრეტულ კომპანიაში. ზუბამ LinkedIn-ზე არ გაგზავნა? ო, ანუ მოდი მანდაც მე ესე ვიტყვი. გააჩნია. სად აგზავნე? და გააჩნია შენ background-ს გააჩნია. ხო, აი ეგ რა, შენ background-ს გააჩნია. სად აგზავნე? ეხლა მაგალითად მარტივი მაგალითი ვიტყვი. დაანონსა ვაკანსია Tech-Zim. ვიცით რომ ანონსებს ქართულ ბაზარზე. და რავი, მაგის მიხედვით თვლი რა, რამდენი კონკურენტი მეყოლება აზრი აქვს თუ არა. ჯერ ეგერთი რას კარგავ გააგზავნე. აზრი აქვს გააგზავნე რა იქნება აქვს რას კარგავ. მე მეორე. ეხლა ვაკანსიას დებს Netflix-ი. და უწერია რომ ვიზა თუ არ გაქვს და გასპონსორებთ და წერს რავი იქ აგზავნის ამერიკის მოქალაქეც აგზავნის შენც აგზავნი და შენ background-ში არ გაქვს რაღაც ეგეთი fake კომპანია რა შეიძლება აზრი არ ქონდეს. ბევრჯერ დავრეჯექტებული ვარ იმის გამო რომ არ ვართ ევროკავშირის ქვეყანა. კი, ხო და მაგას ვამბობ, ანუ აზრი აქვს ვინ პოსტავს, ხო? კი. აქედან უნდა ამასაც გააჩნია რა, თუმცა რას კარგავ? გააგზავნე. არც არაფერს გააგზავნე. გააგზავნე და მე უკვე ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, ნუ ჩემ მე მაქვს ნასაუბრები, მაგალითად როგორ ვიჩალიჩებ იმას, რომ რაღაც კომპანიაში მოვხვდე და მე მაგზებს მიმართე. მაგრამ გააგზავნე, რავი, რას კარგავ, ანუ არაფერს არ კარგავ, აგერ ამას წინებზე წეგა რო ვახსენე ბამპი. აქ ადრე მქონდა გაგზავნილი CV, ადრე 1-2 წლის წინ, 3 წლის წინ, გასაუბრება მქონდა, ვერ შევთანხმდით რაღაცეებზე და ეხლა რამოდენიმე დღის წინ ისევ დამიკავშირდნენ. ხო არ შეგიცვლია აზრიო. ნუ პარიზში ვერ გადავალ საცხოვრებლად, ამიტომაც იდე უარი ვუთხარი, მაგრამ ნუ ანუ გააგზავნე რა, რას კარგავ. აბსოლუტურად. ანუ ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააგზავნო, ოღონდ როდესაც რაღაცა შენ background-ი გაქვს იმ კონკრეტულ რაღაცა იმაზე ნამუშევარი. ეხლა მე წარმოგიდგენია შე რომ მე გავაგზავნო React-ის დეველოპერად პირობითად ვაკანსია, ხო? ან რავი უგანდაში რო ჯობიდება, რავი ამინდა უგანდაში, ან რავი ხო გააჩნია ვინდებს რადებს, მაგრამ არაფერი არ არის ცუდი მაგაში. აბსოლუტურად. გადავიდი ჩემთვის. ამომიგო? მიდი. აჰა, ეს იყოს. დიზაინერი აღარ არის საჭირო, იდეა არ არის მთავარი, გუა. დიზაინერი აღარ არის საჭირო? იდეა არ არის მთავარი. არა, არ ვეთანხმები ამას არც მე. ამიტომ არ ვეთანხმები რომ არ მგონია თვითონაც ეთანხმებოდეს მაგას, მაგრამ მე არ მგონია თვითონაც ეთანხმებოდეს მაგას. არ ვიცი. ან მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ რასაც დღეს AI აკეთებს, მე იმას ვერ დავარქმევ რაღაცა კრეატიულს და ხელოვნურს. ანუ AI აკეთებს მარტივად რაღაცას. ოკეი, უცბად შეიძლება რაღაც ლამაზი ააწყოს, მაგრამ აი ბიჭო, მე და გაბი ჩალიჩობთ აგერ ორი თვეა იმას რა ქვია, ნორმალური რაღაცა მაიკის ის დიზაინი გავაკეთებინოთ AI-ში და ევენა ვერა. ხო და მაგას ვამბობ, რომ შეიძლება რაღაცა კარგი გააკეთოს, გაუვარდეს, ან მან თავი რა არის, რომ სტაბილურობა არ აქვს რა. ეხა იმ დღეს მაგალითად მოკლედ ჩემი საჭმლის ჭამის ობსესიურობა ხო ვიცით ყველა ამ რაღაცებს ვითვლი კალორიებს და რაღაცა და ძალიან დავიღალე რა. და ანუ მინდოდა აპლიკაცია რომ დამეთვალა კარგად და ნუ აი ყველა აპლიკაციას გამოსცა App Store-დან იყო აი არ ვიცი ოპერაციული სისტემა. ანუ იმის მოგიოდა რომ მარტივი იყოს, რა შევიყვანო ჭამი ამდენი პროტეინი, ნახშირწყალი ეს არა, ანუ რაღაც რთული იყო და მეთქი დავწერა ჩემით რა, რავი iOS-ზე ვწერ მთელი ჩემი მოსწრება და რა ვიცი მე AI აქეთ არის და უცბად რაღაცას ავაწყობ რომ ჩემით გამოვიყენო. რომ მივედი ხა რაღაცაზე მივხვდი რომ ბიჭო, ანუ ვიღაცებს შეიძლება გაუსწორდეთ რა ეს მარტივი რაღაცა და გამოიყენო და მეთქი რა ბარგამ App Store-ზე ავტოერთავა მეთქი ხა დიზაინი ხომ ჭირდება.
დიზაინერს სადვიშოვე მე ისი დამხატავი ვარ და წავედი ის Google-ის ის გამოვიყენე რა. ბანანა თუ? არა, Snatch-ი რო თუ რაღაც აღარ მახსოვს რა, ანუ Figma-ს კი არა, prompts ეუბნები და დიზაინერს გიგენერირებს რა. და უთხარი რა, onboarding-ი უთხარი და რა ძალიან მარტივი რაღაცაა რა, ზევით უნდა იყოს რაღაცა სკალა, სადაც გიწევს დღის განმავლობაში რამდენი კალორია შეჭამე, რამდენი შეჭამო, აქედან პროტეინი რამდენია, ნახშირწყალი რამდენია და ფეთი რამდენია, ცხიმი რამდენია და ღილაკი უნდა გქონდეს რომ შეიყვანო ეს ყველაფერი. მორჩა. ანუ ძალიან მარტივია რა, 5 პეიჯია. აი, არ ვიცი რამდენი ხანი ვეწვალე რა. ო, აი ჩვენს ეგრევე. არ ვიცი რამდენი ხანი ვეწვალე. კი, რაღაც დიზაინები დააგენერირა, მაგრამ მაგ დიზაინებს მე თვითონაც გავაკეთებდი რა. არ ვიცი და უბრალოდ მე ხო, ანუ არ ვიცი რა, ანუ არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ მე ვიცი ხა მიმუშავია დიზაინერებთან და აი მე უფრო ისე უცუდ რაღაცას ვიტყვი რა ჩვენთვისაც რა. პროგრამირებაში ბევრად უფრო კარგია დღეს AI. ჩემი აზრით ვიდრე რაღაცის ხატვაში. იმიტომ რომ მე მიმუშავია ძალიან მაგარ დიზაინერებთან მიმუშავია და ანუ იმის ახლოსაც ვერ მისულა რა. იმ დღეს და ანუ რა ეგრე მჭირდებოდა გურის ვკითხე რომ მეთქი რაღაცები ხო გაქვს მეთქი რომ AI-ს გავაკეთებინა მეთქი და მომცა რაღაცები ყველად სადე, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიხარ. ისე მერჩენია წავიდე და რაღაცა კიტი ვიყიდო ვიღაცის გაკეთებული, იმიტომ რომ ვიცი რომ იმას ნაფიქრი აქვს რაღაცეებზე რა. ხო და კოდი ხა ციფრი ტექსტია. ანუ ეტყვი რა არ მოგიწონა და შეგიცვლის და სულაც ის დაგენერირებაში AI სტაბილური არ არის. ერთი და იგივე პრომპტი რომ ისწე, ყველა პრომპტზე სხვა ფოტოს გაგენერირებს. ანუ ნორმალიზაცია მანდ არ აქვს. ამიტომაც იმ დიზაინშიც რო ეუბნებოდი რომ შემიცვალე ღილაკი, შემიცვალე რაღაცა მის სტილი, ვერ იგებდა, საერთოდ სხვა რამეს მიხატავდა. ნებისმიერ შემთხვევაში კაცო ხო, ანუ ხო გითხარი მე რა ვერ გავჩითეთ ვერავინ, ანუ ის ვერ ნორმალური თული ვერ ვიპოვეთ, რომელიც ნორმალურ დიზაინს დავიგენერირებდა და ეხლა ვარ ძიებაში რომ დიზაინერი ვიპოვოთ, რომელთაც ეცოდინება პრაქტიკები რაღაცეები, რომ აი ესე ჯობია თუ არ ვიცი ხა დიზაინერი როგორც ეხა მან როგორ არის ნახე როგორც გუა რო დაждდეს აგენტთან ვერ დააგენერირებს გუა ისეთ კოდს როგორცაც მაგალითად ვიღაც ვინც ამას 20 წელი აკეთებს ალბათ გუა რო დაждდეს იმ AI-სთან რომელიც დიზაინს აგენერირებს პირდაპირ რო კაი შედეგი იქნება ვიდრე მე მაგრამ მე დღეს მაგას ვერ ვხედავ რომ დიზაინერი არ არის საჭირო პირიქით რა ანუ დიზაინერი საჭიროა იმიტომ რომ პროდუქტები რთულდება ანუ experience-ი რთულდება და ამ ყველაფერს ჭირდება ვიღაც ვინც ამას კარგად და კოხტად დაალაგებს. მარტივ რაღაცაზე, როდესაც არის საჭიროება, მან ალბათ ვიღაცასთან ბიუჯეტის თუ არა აქვს, ხანდახან ეგ საკმარისი შეიძლება იყოს. და ალბათ არა, ვიღაცები და ჯერ ბოლოს ხარისხამდე მივალთ. ვიღაცები რას ამობენ, იცი საერთოდ? ვიღაცები რას ამობენ საერთოდ, იცი რომ სამომავლოდ ან არის ეგეთი თეორემები რა, რომ სამომავლოდ UI საერთოდ user interface აღარ იარსებებს. ანუ იქნება backend სერვისები და იქნება ტერმინალი ან რავი, ტერმინალის მსგავსი რაღაცა აპლიკაცია, სადაც უბრალოდ შეიყვან prompts და შენი UI, user interface-ი და UX-ი იქნება ჩათი. ანუ ეტყვი რაღაცას, აი მაგალითად ახლა შენ რეგისტრაციას გადიხარ. საიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, რასაკეთებ ან UI-ზე ინტერაქციებით გადიხარ flows, ხო? მაგრამ სამომავლოდ შეიძლება იყოს ეგრე, რომ AI-ს ელაპარაკო და სადღაც შეიყვანო ეს მონაცემები, გამოვიდეს შენი ვერიფიკაცია, იქვე იკეთოს ყველაფერი და user interface-ი არ დაგჭირდეს. არ ვიცი, ესეთი რეალობა თუ დადგა, ხო, დიზაინერები მე უკვე აღარ იქნებიან საჭირო, მაგრამ ალბათ ადაპტაცია მოხდება, ხო? იმ tool-ებსაც ექნებათ რაღაცა experience-ის განცდა, შეცვლა, მოტანა ექნებათ რაღაცის სხვანაირი და მე უკვე იქ გაჩნდება საჭირო მაგის დალაგება. ამიტომაც ისევ რადიკალურად ვერაფერს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს დღეს ყველაფერზე ეგრევე პასუხს ვცემ, მაგრამ რა ვქნა. და მეორე რა იყო, იდეა არის მთავარიო? იდეა არის მთავარიო. იდეა არის მთავარიო? მართლა იყო? თუ არ არის? ეს ისე იყო. იდეა არის მთავარი, აქ ჩავაგდი სადღაც. ნახე, აბა მე რაღაც არასწორზე არ ვილაპარაკოთ ტყუილა. არა, რა თქმა უნდა. ვინარ პოულო, თუმცა ეს ხო არა. კი, ეგ არის. ეგ არის. ხეული. იდეა არ არის მთავარი. იდეა არ არის მთავარი. რის იდეა? ანუ პროდუქტის დიზაინის თუ არ ვიცი. ხო, ალბათ მაგას გულისხმობს. ჩემი აზრით არა, მაგას არა, იდეა აუცილებლად იდეა ყველაფერი. იდეის გარეშე არ ვიცი რა, არ ვიცი. აი იქნება მისი აზრის მოსმენა ამაზე. შეგვიძლია პოდკასტ ქონეი როგორ იქნება ჰაკათონზე ვისაუბროთ ამაზე. იმიტომ რომ კაი იქნება. ჩემი აზრით იდეა მთავარია. კაი, გავაგზავნოთ. outsource კომპანიაში ნიჭიერი პროგრამისტი არ უნდა მუშაობდეს. აი აქ დაუცხებთ ერთმანეთს. ბოჭველი დაუცხებთ. მე ვეთანხმები. არ ვეთანხმები. აი ხერას მოიცი.
ნუ მიიღებ პერსონალურად. ნახე რა სამობს მეც. რა პერსონალურად? მე მუშაობი აუთსორს კომპანიაში. მეც მუშაობი. ხო და მაგას ნახე, კი ამოს ნიჭიერი პროგრამისტი არ მუშაობს მანდო, არ უნდა მუშაობდესო და მე ვეთანხმები. აუთსორს კომპანიაში ნიჭიერი პროგრამისტი არ უნდა მუშაობდეს. ვანდიო იყო აუთსორს კომპანია. ძალიან ბევრი ნიჭიერი პროგრამისტი მუშაობს. ვანდიო იყო კომპანია ჩემი ერთ-ერთი. არ იყო ვანდიო აუთსორს. როგორ არ იყო ძმაო, რას ლაპარაკობ, ანუ ემსახურებოდა ჩვეულებრივ ბიზნესებს და ეგ არ არის აუთსორს კომპანია. აუთსორს კომპანია არის, კაცო, რომ დეველოპერს მიაქირავებს. ეგ მაგას აკეთებდა ვანდიო? როგორ არ აკეთებდა მაგას? დეველოპერს ხავდა სხვა თიმის გუნდში სვავდა? იყო ეგეთ შემთხვევებიც, კაცო. ხო, არ ვიცი. ანუ მე ესე უყურებ, ალბათ მანდაც იქიდან დავიწყოთ გააჩნია, ალბათ. არ ვიცი ხა, ხო, ხა მაგით ფაქტს დამიდებ ხოლში, მე ვერ ვიტყვა. უმეტესი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი ვანდიაში ვინც მუშაობდა, ანუ სუპერნიჭიერი იყო და სუპერნიჭიერი არის დღესაც. და ანუ არ ვიცი რას გულისხმობს აქ. არ ვიცი, მე ალბათ მგონია რომ გულისხმობს იმას, რომ დიდ კომპანიები, რაცა აუთსორსინგ კომპანიები დღევანდელი საქართველოს ბაზარზე სავარაუდოდ ეგენ იყავს ხედველობაში რა ამ ადამიანს რა. მანდაც გააჩნია გაგიმართლებს თუ არა სად მოხვდები რა. აი ეგ არის მართალი ხა. ხო, ანუ წეგან ეგრე უნდა დამეწყო ალბათ საუბარი. მე ვეთანხმები იმ შემთხვევაში თუ მოხვდები ცუდ. აუთსორსინგ კომპანია ზოგადად რა დარწმუნებული ვარ მაგას გულისხმობ, არის ქართულ რეალობაში რაც არის ის რომ ძალიან ბევრი აუთსორსინგ უცხოური აუთსორსინგ კომპანია გვყავს ქვეყანაში ჩვენთან, ბევრი უცხოელი მუშაობს საქართველოსდან და მსგავს კომპანიებში რა იმის გამო რომ არ მინდა მაინც სახელები დავასახელო, ძალიან დიდია პროექტების რაოდენობა, თანამშრომლების რაოდენობა რა და შესაბამისად ძალიან ბევრი ბიუროკრატია არის, როგორც წესი ასეთ კომპანიებში რა, მაგრამ მანდაც დამოკიდებულია იმაზე რა პროექტზე ხარ, რა როლზე ხარ აუცილებლად და რამდენად გიღირს იქ ეფორტის ჩადება. იმიტომ რომ აუთსორსინგ კომპანიებში იმდენად ბიუროკრატიულია სიტუაციები, რომ შენი ეფორტი ძალიან კარგად ჩანს, იმაზე კარგად ვიდრე სტარტაპულ დომხალში რა. ანუ მსგავს სტრუქტურიზება საერთო ჯამში მაინც დაფასებამდე მივა, ამიტომ რეალურად მე მგონია ამას ტონიკას ვეწინააღმდეგები, აუთსორსინგ კომპანიაში ნიჭიერი პროგრამისტი შეიძლება რომ მუშაობდეს ძალიან ბევრი ნიჭიერი პროგრამისტი ვინც აუთსორსინგ კომპანიაში მუშაობს და ძალიან მივესალმები ზოგადად აუთსორსინგ კომპანიაში მუშაობას თუ დალაგებული პროცესებია, დალაგებული პროექტია და ძალიან ბევრი რაღაცები უფრო მეტად ისევ და არა თქო დომხალი. მე მინახავს დომხალი აუთსორსინგ კომპანიების მუშაობა და ასევე არადომხალი აუთსორსინგ კომპანიების. ანუ რეალურად მოდი სხვანაირად ფორმულირებას სხვანაირად გავუკეთებ. სანამ გააგზავნებ მაპატია იქ ვანდიო ვახსენე წერა რა. ხო, აი ვანდიო ალბათ ის არ არის, რასაც ეს ადამიანი გულისხმობს. ვიცი, მაგით ვთქვი წერან რა, რომ ვანდიო მე სტანდარტულ აუთსორს კომპანიებს ვიგულისხმე და სხვანაირად გავუკეთებ ფორმულირებას ჩემ პასუხს ალბათ რა. მე უფრო ეს კითხვა რო წავიკითხე, უფრო პირდაპირ მოსაზრება ვთქვი ახსნის გარეშე და დავაყოლებ ახსნას. რატო ვეთანხმები ამას? ანუ ეს არის პერსონალური პრეფერენსი ჩემი რა. მე მაგალითად არ მისწორდებოდა როცა მუშაობდი აუთსორს კომპანიაში, არ მისწორდებოდა პროექტიდან პროექტში გადახტომა. და თან მან პრობლემა რა არის, რომ მე იმ პროექტში არასდროს არ მქონდა რაღაცა ავტონომია, level up-ი. იმიტომ რომ ის პროექტი იყო სადაც დროებითი problem solving ვაკეთებდი დროებით იქ, მე უნდა გადავხტომელიყავი სხვაგან. ანუ შეხება არ მქონდა, გამიგე, teams მოწყვეტილი ვიყავი, რაღაცა inner ოპერაციებს მოწყვეტილი ვიყავი და მაინც ვითვლებოდი რაღაცა external ტიპად, რომელიც აი პრობლემა მივეცით მოგვიგვარა. და ეს მე არ მსიამოვნებდა პიროვნულად და მე აქედან რომ გადავედი სტანდარტულ კომპანიაში, სადაც უკვე თიმის ნაწილი ვიყავი, ძალიან დიდი სიამოვნება ვიგრძენი რა. ამიტომაც ხო და აი მაგას ვამბობ, რომ მე კიდევ მაგას ახლა რა პრობლემა, მე მიდიხარ იქ ვიღაცებთან მეგობრდები. კი, როგორ არა. ეხა ანუ მანდან მივდივარ პირდაპირ. მაგას ვამბობ რა, ანუ ნახე, წავედი ვიღაც კომპანიაში გადამსვეს, იმ კომპანიაში დავმეგობრდი ვიღაცებთან, მიშოვა მისწორდება და მე რაღაცა მოხდა და გადამსვეს კიდე სხვაგან რა. და ანუ ჩემთვის პერსონალურად რა, ნიჭიერობაზე ხარ არაფერშუაში არ არის, ანუ ეგ არ მომწონს. არ მომწონს მე ის იმიტომ რომ ავტონომია არ მაქვს. ამიტომაც ალბათ ანუ პერსონალურად გააჩნია შენ როგორი ადამიანი ხარ რა. თორე ხო, ანუ ესე რომ ცალსახად არ ვეთანხმები, მაგრამ რაღაც პონჩით ამ ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი გამოსყედიდან მე ესეთი გამოცდილება მქონდა და არ მომწონს რა. ხა ჩემ ყველას ამბიცია გვაქვს რომ ნიჭიერები ვართ და გვინდა რომ ვიყოთ და მე ეგეთი გამოცდილება მქონდა აუთსორს კომპანიებთან რომ არ სიამოვნებდა სხვადასხვა კომპანია ესე
ჩემი გადახტომა გადმოხტომა რა რაღაცა მის ჩემი მერჩივნა რასაც ვაკეთებ იმის ნაწილი ყოფილიყავი ბოლომდე აბსოლუტურად მესმის მაგას და ვიზიარებ მაგას აბსოლუტურად შენია ეს დიდია რაღაც ხო კი რამოდენიმე დღის წინ კლოდ 4 და 5-მა 11000 ხაზი მუშა კოდი დაწერა და ჩემ თავს ვეკითხები რატომ დავხარჯედო და კოდი რომელიც ოპერატიული მეხსიერებას ავსებდა შევცვალე სტრიმინგით ოკეი მე ხომ არ ჯობდა ბიზნესისთვის დამეჯერებინა და უბრალოდ მეტი ოპერატიული მექირავა საკითხი ასე დგას რამდენად გამომადგება ასეთი რამეების ცოდნა მაშინ როცა ყოველ ჯერზე AI უფრო და უფრო პერფორმატიული ხდება საერთოდ რა მოთხოვნები იქნება ჯუნიორის მიმართ მაგალითად 6 თვის ან 2 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ვთქვა სადამდე გაიზრდება კონტექსტის ფანჯარა მე მგონი ძალიან ბევრი კითხვა არის მოცემულობაში და მოდი რაღაცა ის გავაკეთოთ სამერი გავაკეთოთ და ერთს უპასუხოთ ყველაზე არ მგონია შევძლოთ პასუხის გაცემა სტრიმინგით ხომ არ ჯობდა ბიზნესის დამჯერება რომ მეტი ოპერატიული მექირავა საკითხი ასე დგას რამდენი გამომადგება მასთან მომსვლა რა შეიძლება ყოველ ჯერზე AI უფრო პერფორმატიული რამთხოვნები იქნება ჯუნიორის მიმართ 6 თვის ან მოდი ბოლოდან დავიწყოთ ხო მინდი რა მოთხოვნები იქნება ჯუნიორის მიმართ 6 წლიდან 2 წლის შემდეგ და კონტექსტ ფანჯარა რო გაიზრდება მეგონი ამას არ ვიცი ამაზე ვერ ვიდავებთ ანუ აუცილებლად გაიზრდება მაგრამ შეიძლება რა მოთხოვნებები იქნება ჯუნიორის მიმართ 6 წლიდან 2 წლის შემდეგ პირველ რიგში ის მოთხოვნებები იქნება რომ ვიღაცამ დაწერა ტვიტერზე გუშინ რომ SA ანუ software engineer-თან მქონდა შეხვედრა ახალსამსხურში რომელსაც 20+ წელი აქვს გამოცდილებაო და ეს რაღაც უთხარიო რომ დღეს კოდის ხელით წერა red flag-იაო რა არ ვიცი ანუ თან ვეთანხმები თან არ მინდა რომ ვეთანხმებოდე იმიტომ რომ მე მიყვარს კოდის წერა რა და არ ვიცი ხო აი ვიღაცამ რომ მკითხოს რატო უნდა დავწერო ხელით ის რაც ვიცი რომ უნდა დავწერო როცა შემილია უთხრა და წამში დამიწერო არ ვიცი აი ვერ გცემ ჯერ მაგას ძალიან დაბნეული ვარ რა და არ ვიცი მეც ვიყენებ მეც მომწონს თან mixed feeling-ები მაქვს სულ ამიტომაც არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ ჯუნიორების მიმართ 2 წლის შემდეგ იქნება თამასა ძალიან მაღლა აწეული უნდა გქონდეთ სისტემური knowledge მით უმეტეს დღეს შენ თუ აგენტების ამ კარგად იმუშავები და არიცი გარჩევა არიცი ის რომ დაგიგენერებს ვერ ხვდები ცუდი დაგიგენერირა თუ კარგი ან ამის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და ეს კი ცალკე პრობლემებს ვიცი ეს როგორ ახლა როგორ უნდა მიხვიდე worst case scenario-ის განხილვა ხო edge case-ების დანახვა უნდა შეგეძლოს ხო ამიტომაც ხო ისევ და ისევ იქ მივდივართ რა რომ უნდა იცოდეს ჯუნიორმა სისტემური knowledge უნდა გქონდეს ანუ რასაც აკეთებს იქ რა უნდა იცოდეს პლატფორმა უნდა იცოდეს framework-ი უნდა იცოდეს ენა სადაც აკეთებს და ზოგადად სტანდარტული software engineering-ის ცოდნას მე მგონი ვერ ავწდებით რა შეიძლება რაღაც აღარ იცოდე როგორ დააკომპილირო რაღაც ოპტიმიზაციებით რაღაცა კოდი ავშილვა არ გჭირდება ეს რა მაგრამ კოდს რო დაგიგენერირებს აგენტი უნდა შეგეძლოს იმის გარჩევა ეს შენ გრძელ რანზე დაგეხმარება პრობლემას შეიქმნის თუ შეიძლება edge case-ები დაინახო ამ კოდის პრობლემები რა თუ ვერ დაინახო edge case-ებს ყველაფერს დაეთანხმები ბატონო და სავარაუდოდ რაღაცა მეს შექმნი ძალიან მაღალს ხო შემდეგი არის რომ რამდენი საკითხი ასე დგას რამდენად გამომადგება მასეთი რამეების ცოდნა მაშინ როცა ყოველ ჯერზე AI უფრო და უფრო პერფორმატიული ხდება ყოველთვის გამოგადგება იმიტომ რომ არ არსებობს ჩემი აზრით ცოდნა რომელიც არ გამოგადგება არ ვიცი აი შეიძლება არ არსებობს რაღაცა ბაკის ბიოლოგია შეიძლება არ გამოგადგეს მაგრამ ამ სფეროში ანუ ამ სფეროში არ მჯერა მე სადაც ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და თან ხვდრაში და მძივით არის აწყობილი აუცილებლად სადღაც გამოგადგება იმ დღეს გახსოვს რო გიკითხე კუბერნეტებზე ანუ შეიძლება არ გამომადგეს მაგრამ ხა დავიწყე ამას წინებზე ის ბექამ რო გითხრა იმ კუბერნეტების წიგნის საკითხვა იმიტომ რომ პატარა შეხება მაინც მიწევს და რავი ან მისჩევნია ვიცოდე რა რაღაცა შეიძლება პროფესიონალი ვერ გავხდე მაგრამ რაღაცა basic ცოდნა მექნება და ჩემი გამოცდილება მომცემ საშუალებას რომ რაღაცები დავინახო უკეთესად რა ამიტომაც ხო ალბათ რაღაცის ცოდნა ვერ დაგაზიანებს ამ სფეროში მე ასე ვფიქრობ და პირიქით უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ და მით უმეტეს ამის საშუალება ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება დღეს რომ AI უბრალოდ გამოვიყენოს სასწავლად კი ბატონო მე მგონი მესამე ცოტა ვერ გავიგე იმიტომ რომ ხე ანუ ზედზევით ავდივართ რა ხომ არ ჯობდა
ხომარჯობდა ბიზნესთვის დამეჯერებინა და უბრალოდ მეტი ოპერატორი მიქირავა. აი ამის კონტექსტს ვერ მივხვდი, ამიტომ მოდი ამაზე დრო არ დავხარჯოთ რა, იმიტომ ანუ ყოლოდოთ ხმაო დამიგენერე 11000 მუშა კოდიო და ჩემთავს ვეკითხები რატომ დავხარჯი დრო და კოდი რომელიც ოპერატორ მეხსიერებას ავსებდა შევცვალე სტრიმინგით. აი ამ კონტექსტს ვერ მივხვდი და მოდი ჰაკათონზე ხომ მოხვალ და იქ ან დისკორდში მოიწერა. ამის საუბარი ხო აი კონტექსტს ვერ მივხვდი და ვერ გიპასუხებ ამ სწორ პასუხს რა ვერ გავიგე რას გულისხმობ. გადავიდე ჩემზე? ამ მეთახმები ხო იმაში? კი, მეთახმები. კაი, ამასავე. მიდი. ბიზნესი, ბიზნეს ტიპი არა დაირექტ პროგრამირების ბექგრაუნდით შეიძლება თუ არა იყოს კარგი პროექტ მენეჯერი. არასოდეს. ჯერ მე ვიტყვი, მე შენ გიტყვინდა რა. როდესაც პროექტ მენეჯერთან გაქვს რაღაცა ინტერაქცია და ურთიერთქმედება, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ დავალება იქნება ეს თუ ამოცანის ახსნაზე, ხო? შეუძლებელია, რომ შენ არ დაგჭირდეს ტექნიკური კიუორდების, ტერმინების გამოყენება რა. შესაბამისად, როდესაც კარგი პროექტ მენეჯერი ყავს ისეთი, რომელსაც ეს ტექნიკური ტერმინები ესმის, ეს ჩემთვისაც მარტივია და მისთვისაც რა, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა არის ბევრად მარტივი, გასაგები, მე არ წუხდები, არ მიწევს რაღაცების თავის ტკივილი და ვიცი რომ ჩემი ნათქვამი იმ ადამიანს ესმის რა. მე მქონდა ერთი ძალიან უცნაური შემთხვევა ეგეთი რა, მოდი შენც გეტყვი, მაგასაც არ მithქვამს შემთთვის. ერთ-ერთ პროექტში მყავდა პროექტ მენეჯერი რა და მუშაობდით იმ კონკრეტულ პერიოდში რაღაცა smart contracts-ზე რა, მე ხო web-3-ზე ვარ, ბოლო პერიოდია და მოკლედ smart contracts-ზე მუშაობდით რა და გადის რაღაცა პერიოდი დავიწყეთ ეს იმპლემენტაცია, development ისა და ტიპი კითხულობს 2-3 თვის მერე, როცა უშუალო development დაწყებულია, რომ smart contract-ი რა არის, რომ ხომ არ შეგიძლია ამიხსნაო. ამას აკეთებს პროექტ მენეჯერი რა. ანუ წარმოიდგინე ხა, ხო, კომპანიის ბრალიცაა. ჰა? ეხო კომპანიის ბრალიცაა, ეგეთი არ უნდა დააჰაირო. ხო, კომპანიის ბრალიცაა, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ეგ ძალიან ელემენტარულია. მოცემულობა ხო არის ეგეთი, რომ ვიღაც ტიპები არიან ეგეთები რა, ეხლა ვისი ბრალია, ოკეი, ბევრი რამის ბრალი არის რა, მაგრამ არსებობს ეგეთი მოცემულობა და ამ მოცემულობაში უბრალოდ ხო, ეგეთი რამეები ხდება რა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში თუ უშუალო იმ წინადადებაზე რაც წავიკითხე, პასუხი მანდ არის არა, იმიტომ რომ ძალიან ზღუდავს ძალიან ბევრ პროცესს და მეც ჩარჩოებში მაგცევს, თვითონაც ჩარჩოებში ექსელს თავს და არ ვიცი, მე ესე ვიტყვი ალბათ რომ პროექტს გააჩნია კიდევ ერთხელ. პროექტს გააჩნია კიდევ ერთხელ, მაგას ვიტყვი. გეთანხმები ნაწილობრივ. პროექტს გააჩნია თუ პროექტი ეგეთი მარტივია, მანდ ვაფშე სხვაგან გავალთო საერთოდ შეიძლება იყოს project manager-ის არსებობის. project manager უბრალოდ მაგდუგოს სხვა საქმეებში ითავებს, უბრალოდ ნახე მან მე SMS-მის რა. თუ შენ ჩემი ნდობა გაქვს, აი შენ ხარ non-technical project manager და შენ გაქვს ჩემი ნდობა. რაღაც ისე რაღაცას რო გეტყვი. გადამოწმებებს კი არ მიწყებ. აი მიჯერებ რა, მე ნდობი, იმიტომ რომ ხან ნუ შენი founding engineer ვარ, სიტყვაზე ავიღოთ, ხო? თუ ესეთი кейსებია, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ project manager იყოს non-technical ტიპი რა. იმიტომ რომ ანუ მან ავტონომია მაქვს და რასაც ვეუბნები, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ მე. მაგრამ როცა გვაქვს შეხება ცოტა უფრო deep, აი სიღრმისეულ ტექნიკურ პროდუქტთან რაღაცასთან რა, რომელსაც მართლა ჭირდება ტექნიკური ცოდნა, იმიტომ რომ მე შენ რომ ამიხსნი, ანუ მაგალითად რომ მეტყვი შენ, რომ რაღაცა რატო გვაქვს ამაზე პრობლემა რა, ხო? ანუ შენ რო ინჟინერი იყო ყოფილი ტექნიკური რა, ანუ მაგკითხვას სხვანაირად გავუკეთებდი ფორმულირებას და სხვანაირად ვკითხავდი, იმიტომ რომ შენ იცი, ჩემი გზა გამოვლილი გაქვს, იცი როგორ მუშაობს სისტემა, იცი მე როგორ მუშაობ და კომუნიკაცია ჩვენ შორის სხვანაირი ხდება. და უფრო მარტივია საუბარი რა. მაგრამ როცა არატექნიკური ტიპია, გიწევს სხვანაირად ახსნა. და უკვე შენი სკილებია, მანდ უკვე მოდის შენი სკილები, რამდენად შეგიძლია არატექნიკურ ტიპს აუხსნა ტექნიკური საკითხი, ცოტა უფრო გასაგებად და ხო, მაგრამ უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ეგ თავის ტკივილი ჩამოშორებული მქონოდა რა. ხო, მაგიტომაც არსებობენ ჩემი აზრით, არის tech lead-ი არის, team lead-ი არის და არის project manager და შეიძლება project manager-ი არ იყოს ტექნიკური საერთოდ, მაგრამ არსებობდეს ხალხი, რომელიც იყოს ტექნიკური და მასთან გადიოდეს. ამიტომაც ხო შეიძლება თუ პროექტი არის ღრმა ტექნიკური, project managers
მინიმუმ უნდა ესმოდეს, უნდა ქონდეს ტექნიკური განათლება. კი, დაიჭი. .NET ხიხია. რა ვიცი. ხიხია .NET. მაგარი. არ შეიძლება .NET-ის დაწერა. არა, რავი, რატო არა ეს რათაშკარდი იუმორითაა დაწერილი, რა თქმა უნდა, არა თქმა უნდა. მე რომ ხურობ ხოლმე მეგობრებო .NET-ზე იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზულად ვამბობ, მე .NET-ი არ მომწონს, ეს არის ჩემი პირადი პერსონალური პრეფერენცია. ხურობითაა დაწერილი, ამიტომ აღარ გააგრძელებ. ხო, რავი, .NET-ი ხიხია, თუ სხვა რაღაცებს არ სწავლობ. აი, ავიღებ. მიდი. აჰა, იყოს აი ეს. არა ენთუზიასტი დეველოპერები ხელს უშლიან ენთუზიასტებს ბაზრის სატურაციის მხრივ და follow-up კარიერის შეცვლა 30+ ასაკში უმეტესწილად ბულშიტია და დაბალია შანსი გადასვლის. მით უმეტეს ქართულ რეალობაში. პირველ ნაწილში გეთანხმები, მეთანხმები, მეორე ნაწილში არ ვეთანხმები. არც მე. პირველ ნაწილში იმიტომ ვეთანხმები, რომ მომენტ პირველ ნაწილშიც არ ვეთანხმები რა, იმიტომ რომ რას უშლის ახალ თავიდან დაიქხე? არა, ენთუზიასტი დეველოპერები ხელს უშლიან ენთუზიასტებს ბაზრის სატურაციის მხრივ და ანუ რას გულისხმობს მაგაში, რომ მე მგონია რომ შენ თავის გაყიდვას ყოველთვის შეძლებ იმ შემთხვევაში თუ შენ skillful ტიპი ხარ. ჩემი აზრით, შენ თუ მართლა ენთუზიასტი ტიპი ხარ, ხო? ვიღაცა რომ შემოვა შენთან, მოდი ესე ვთქვათ რა, თუ კომპანიას სჭირდება უბრალოდ worker-ი, რომელიცაც აიყვანს და რაღაცა XB-ს გააკეთებინებს, ხო? აუ ეგეთი ჯობების სატურაციაში თუ ხელს გიშლიან, რავი რა, ოკეია რა, რა სჭირდება შენ, მით უმეტეს როცა ენთუზიასტი ხარ. ეგეთი ჯობი არ გჭირდება. აქედან მომდინარე შენ გჭირდება ჯობი, შენი ენთუზიასტიური ეგო და ოფილო და დოპამინი გამოიმუშაო, გჭირდება საინტერესო ჯობი. საინტერესო ჯობზე კიდე პირიქით ენთუზიასტი რო ხარ, მაგით აღარჩევენ და პირიქით ის ხალხი დაგეხმარება გადარჩევაში, ხო? შენ თუ ენთუზიასტი ხარ, ეს ძალიან უნდა გემჩნეოდეს უნდა. როგორ უნდა გემჩნეოდეს? არ ვიცი ხა ამას ბევრს ვიკამათებ, მაგრამ მე ენთუზიასტ ტიპებს ესე უყურებ ხა რომ შევდივარ და უყურებ რას აკეთებს. ხო? ენთუზიასტ ტიპი თუ არის, რავი, თუ GitHub-ზე პროექტები და საიჯობები არ აქვს, უყურებ რომ სხვა აქტივობები უნდა ქონდეს, ხო? სტატიებს უნდა წერდეს. სპიკერები, უნდა ცდილობდეს რომ რაღაც გამოჩნდეს, კონტრიბუციას უნდა აკეთებდეს community-ში, უნდა ჩანდეს. ხაბიგე, თუ ამებს არ აკეთებს, მაშინ შეიძლება side job-ები ქონდეს GitHub-ზე. ამიტომ ეგ არ დაიმალება. ანუ ყოველთვის არსებობს რაღაცა საშუალება, რომელთაც შენ თავს გაყიდივარ. ხო და ეგ არ დაიმალება, ამიტომაც პირიქით მეგონი ის ხალხი პირიქით სატურაციას გიკეთებს, შენთვის საინტერესო ჯობებში, იმიტომ რომ თუ ის ხალხი უფრო ბევრია და შენაირი ცოტა. კარგ ჯობებში შენ დაგინახავენ და აღარჩევენ. და თუ პირიქით არის რომ ანუ ეძებენ უბრალოდ გამკეთებელს რაღაც და არა ენთუზიასტები რომ ფული გადაუხადოთ რაღაცა XB გამიკეთონ, პირიქით ეგეთი ჯობი შენ არ გჭირდება და რავი, გაგიკეთოს, რავი. და რაც შეეხება მეორეს რომ კარიერის შეცვლაო 30 ზემოთ არ შეიძლებაო, რავი, აგერ ბექა იყო რომელმაც 29-ში, მაგრამ ნუ მან ნახე ხა ბოლო keyword-ი იყო ეგეთი ქართულ რეალობაში, რა და ბექა ქართულ რეალობას მოწყვეტილი იყო, მან ცოტა ესე თემა, მაგრამ მე მაინც ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ რამოდენიმე ვიცნობ, რომელიც .NET-დან გადავედი iOS-ზე 2019-ში და ვიყავი რამდენი წლის? 5 წელი, 6 წელი 25 წლის. 25 ხო. აი ხა მითხარი, არა. ეხა რომ 30-ში ყოფილიყავი, რა შემიშლა ხელს? ვერ ხვდები უბრალოდ. არც არაფერს ხო, რავი, გარდა. ანუ მან პრობლემა რა არის, რომ რაღაცა ტექსტებზე გიხდიან X თანხას და მე ახალ ტექსტებზე არ გიხდიან X თანხას. მან პრობლემის მოგვარებას არანაირი ფორმულა არ აქვს. უნდა იმუშაო აქაც, დაიმატო ჯობები და აკეთო იაფად ის საქმე. ნელა ისწავლო და რავი 30 წელს კი არა 40 წელსევით რო იყო, მაინც შეიძლება. მე ვიცი ეგეთი ადამიანები, რომ Sky ინჟინერი თუ ხარ, სტეკის შეცვლა შენთვის პრობლემა არ უნდა იყოს საერთოდ. აბსოლუტურად. დავაი, შენია. AI შექმნის ბერ დაუცველ და არასწორად კონფიგურებულ აპლიკაციებს, როგორც იყო ZTApp. მაჩვენა? AI შექმნის ბერ დაუცველ და არასწორად კონფიგურებულ აპლიკაციებს, როგორც იყო ZTApp. არ ვიცი უკვე ქმნის, მაგრამ AI-ც ვითარდება. მოდი გადავხედოთ 2 წლის წინანდელ ხდება 1000 გვარი, რომ ის კონფიგურებული როგორც არის და რაღაცა იმისთვის 1000 2 წლის წინ გადავხედოთ, კაც 2 წლის წინ არსებული AI და მოდელები რაც იყო, დღეს მოდელები რავი ისე გამოდის, როგორც JavaScript-ის ფრეიმვორკები, ყოველდღე ახალი მოდელი გამოდის. ყოველდღე ახალი მოდელი გამოდის და ვითარდება რა, ძალიან სწრაფად ვითარდება და ამაზე პასუხის თქმა იქნება უცოდინრობა. ეხლა მე რაღაცა თქვა რადიკალურად, რომ აუ ხო, არ ვიცი რა, ანუ 2 წლის წინ საერთოდ არარეალურად მიმაჩნდა რომ რაღაცა იმას იზავდა AI დღეს შვება რა და
რა ვიცი, ხვალ ეგ განვითარდება, ამიტომაც არ ვითანხმები ეს. აი, შემდეგი. არა, მეს რო შექმნის და ცუც რო შექმნის ვეთანხმები, მაგრამ განვითარდება მე მჯერა და ალბათ ის თულებით შეიქმნება, რომელიც მაგმეს გამოასწორებენ ან პრევენციას გაუკეთებენ. კაი. დაჩი არევაძე წერს, დამწყებისთვის ბევრი აბსტრაქცია, იმიტომ რომ მარტივად ისწავლოს ცუდია. უმეტესობა აღარ მოbrunდება და არ ისწავლოს სიღრმისეულად კონცეპტებს, რომლებსაც ეგ აბსტრაქციის ლეიერები მალავს. ეგრე ჩდება სასტავი, რო არ იცის ინტი რამდენი ბაიტია. ინტის ბაიტობა დამოკიდებულია პლატფორმაზე. ამიტომაც შეიძლება არ იცოდე, ხო? X86-ზე სხვა არის, იმაზე სხვა. ერთი წამი, ხო, რავი, დამწყებისთვის ბევრი აბსტრაქცია ცუდია, კი, თუმცა ვისაც სწავლა უნდა ის სიღრმეებში ჩადის ყოველთვის და ალბათ ეხა ვიღაცა enterprise კი არა, ყოველდღიური დეველოპერი ამაზე გაიცინებს ძალიან რა. ბოლოს როდის დაგჭირდა, რო გწოდნოდა ზოგადად ინტი რამდენი ბაიტი იყო რა. მე არ დამჭირებია, არც მახსენდება. არც მე არ დამჭირებია. ეგ გჭირდება მაშინ, როცა სასრული ზომა გაქვს რაღაცა, არ ვიცი რა, ძალიან მცირე გაქვს და სასრული და ყოველწლად ითვლი რამდენი არ ვიცი. კაია, არაფერში არ არის ცუდი მაგის ცოდნაში გეთანხმები, უბრალოდ ეგ ნიშნავს, რომ ინტერნალები იცი რა როგორ უბრალოდ ხო, უბრალოდ მაგაზე ჩაჭერა ეხა რამდენად ღირს არ ვიცი რა, მაგრამ ვეთანხმები ხო, აბსტრაქციებით რო სწავლობ რაღაცებს მაზავ. ადამიანი რომელიც დაიწყებს პროგრამირების სწავლას C-ით და მეორე რო დაიწყებს Python-ით 6 თვე რო გავა საერთოდ სხვადასხვა რაღაცები ეცოდინებათ იმორს ჩემი აზრით. კი და სხვადასხვა პროექტებზე იმუშავებენ. ხო, ამიტომაც მე ესე მიმაჩნია რომ ეგ ნორმალური მგონია მე, ხო იცი? მე ნორმალური მგონია და მე მიმაჩნია რომ უნდა დაიწყო რაღაცით სწავლა. კი. და ინტერნალები უნდა ისწავლო. კი. უბრალოდ ხო, სწორს ამბობს, რომ აბსტრაქციები გეხმარება იმაში გამაძო რაღაცები. ვინმე თუ არ ყავს ხა Python-ში რაღაცას მოგცემს და გაქვს მზა, გეგონება რომ აი ესე იმუშაობს. package ჯოჯოხეთი თუ package hell-ი სადაც არსებობს განსაკუთრებით ეგეთ პლატფორმებში რა. ხო, და ამიტომ აბსტრაქციებს ხო ვერ აგრძალავ. უბრალოდ აქ მთავარი რა არის, რომ ადამიანებს სწორად ასწავლო. ეს რო ესე მუშაობს, ეს რაღაცა მაგია არ არის. ამის უკან დგას ეს. აუხსნა და თვითონაც დაინტერესდება და ინტერნალებს ისწავლის. ბოლო კითხვა. ორი დარჩა, ოკეი. ერთი მე ერთში. მიდია, მომეს. ჩემი აზრით სანამ სახელმწიფო არ დაინახავს გეიმინგში ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც ეს პოლონეთმა დაინახა და ამ საქმეს ხელს არ შეუწყობს, ქართული თამაშების ინდუსტრია ისე ერთი-ორი ენთუზიასტით იმედით იქნება დარჩენილი. ამაზე მე შემიძლია ვილაპარაკო დაუსრულებლები, იმიტომ რომ პირველად მაქვს გამოცდილებული ქართულ პრო გეიმინგთან, ზოგადად პრო გეიმინგთან, მაგრამ მე პრო გეიმინგზე არ არის საუბარი. ხო, გეიმ დეველოპერებზე საუბარი, რომელიც თამაშებს გეიმ დეველოპერია. ხო. ხო, მანდ ჩემი აზრი ეგეთია, რომ გეიმინგი უწერია და გეიმ დეველოპმენტი არ უწერია და მაგითო. ხო, ჩემი აზრი მანდ ისევ იქ მიდის, რომ ზოგადად თამაშების სფერო ისედაც რთულია და ასედაც რთულია. ამიტომაც არ ვიცი, სახელმწიფო რამდენად ჩაერიოს, მე მახსოვს რომ ჩაერია, აგერ იყო პოლიცია, რო გაკეთდა, რო გვიყვებოდნენ, რომ აი მაშინ იყო ეგ საპორტი რა. არ ვიცი, ანუ ბევრი წარმატებული სხვა დეველოპერი ხო ვიცით, რომელიც უცხოეთში წარმატებულია და გავიდა ტოპ ბაზარზე და რაღაცა. იმაში ჩაერია სახელმწიფო. ჩემი სახელმწიფო არაფერში ეგეთში არ მოჩაერია. სახელმწიფო არა, უბრალოდ გლობალური ის უნდა აიწიოს რა, რომ ტექნოლოგიების მიმართ თუ სახელმწიფო ჩარევაზია საუბარი, რომ მეტი ყურადღება არსებობდეს და ძალიან მეტი ახალი ტექნოლოგია და თანამედროვე თულინგი დაინერგოს ქართულ საჯარო სტრუქტურებში, ქართულ რეალობაში რაც არსებობს და ეგ გამოიწვევს იმას, რომ რაღაცები აიწია. ედრო აი ამაზე ძალიან კაი მაგალითი იცი რა საქართველოში დეველოპერების დონე იცი როდის აიწია? მაშინ, როდესაც ბევრი საერთაშორისო უცხოური კომპანიები შემოვიდნენ. კი. აი ეგ არის მე უფრო მეც ვიტყვი, ანუ შენ ჩემი აზრით ეგ მაგის პრობლემის მოგვარება თვითონ აქაურ ლოკალურ გეიმ დევებსაც შეუძლიათ რა, იმიტომ რომ ბევრი უნდა ილაპარაკონ, ბევრი კაცია სულ. არა უშავს გამოჩნდნენ, ბევრი ილაპარაკონ, გამოვიდნენ, პრეზენტაციები გააკეთონ, შეიკრიბნონ, მიტაფები გააკეთონ, ინფორმაცია გაცვალონ, არ აკეთებენ ამას. ხო, ეგეც არის მართალი. არა, მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში. კი, მაგრამ ხო, მაგრამ გეიმ ჯემები გააკეთონ. დიდ პროექტს ყოველ შემთხვევაში ფული უნდა და არა, რა თქმა უნდა, ფული უნდა, მაგრამ სახელმწიფოს ანუ რავი, მე არ ვთვლი იმას გამოსავალ დროს სახელმწიფო პროექტში ფული უნდა ჩადოს, ანუ რავი, რატო უნდა ჩადოს, ანუ რა მოგება გაქვს. ის ფული არის ხალხის ფული, ანუ ჩემი და შენი გადასახადებებია და იქნებ მეც უარ მინდა რომ რაღაცა იმაში თამაში ჩანო. მასე სახელმწიფოს ჩარევას არაფერში არ ვეთანხმები რა, ანუ
ჩემი აზრით ეგ პრობლემა შენ კი არ გიდგას, ანუ ჩვენი ქვეყანა ზოგადად პატარა ქვეყანაა და რთულია. პატარა ქვეყანაში ისეთი რაღაცები გაკეთება, რომ გლობალზე გაიხვია. ამიტომაც ცოტა მეტი შრომა გიწევს რა. ამიტომაც ანუ მეტი შრომა, მეტი community ალბათ და ეს ყველაფერი წინ წაგწევს რაღაც. როგორ იცვლება ყოველდღიური ცხოვრება? ბოლო კითხვა სხვათა შორის. როგორ იცვლება ყოველდღიური ცხოვრება ჯუნიორიდან senior developer, senior engineer-მდე ზოგადად IT სფეროში წარმატებული პიროვნების ხდება თუ არა დროისა ან ინტერესის კლება წლების მანძილზე, რომელი მკვეთრი ასპექტები განასხვავებს სხვა სფეროში დაკავებული ადამიანის ცხოვრებასთან, რა არის ყველაზე უსიამოვნო თქვენთვის, თქვენს პროფესიასთან და ზოგადად IT-სთან დაკავშირებით? მოდი დავიწყებ. მოდი დავიწყებ. მანხემ ცოტა ბევრი კითხვაა რა, არეული ერთმანეთში რა. არა, მესმის რას გულისხმობს. ანუ პირველ რიგში მოდი იმას გავცემ პასუხს, როგორ იცვლება ყოველდღიური ცხოვრება და ინტერესი იკლებს თუ არაო რა. საქმის მიმართ, სავარაუდოდ, ანუ ხო, ანუ ეგ ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რომ ზოგადად საქმეს რო იწყებ, თავიდან რაღაცა ეიფორიაში ხარ, მოგწონს, მაგრამ მე იმ დოპამინებს ივსებ, იმ ჩელენჯებს იკმაყოფილებ და მე ცოტა-ცოტა და იკლებს, მაგრამ მე ჩემ კარიერაში არ ყოფილა, არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ესეთი, არ ვიცი, ყველა თავი ინდივიდუალურია. ჩემ კარიერაში არ ყოფილა მომენტი, როცა მე რაღაცა არ ყოფილა, რაღაცა ინტერესის სფერო არ მქონია რა. შეიძლება მუშაობდი რაღაც პროექტზე, რაღაც ტექნოლოგიაზე, რომლის ინტერესი დამაკლა და ყოველდღე აღარ ვიყავ ისეთი მუღამით, მაგრამ ყოველთვის მქონდა რაღაცა side პროექტი, ან რაღაცა side ტექნოლოგია, რომელსაც ვარჩევდი და იმის ინტერესი მქონდა. ამიტომაც ამ ინტერესს ვათამაშებდი სხვადასხვა სტეკებზე. მაგას დავამატებ იმასე, ნებისმიერ შემთხვევაში არათუ დეველოპმენტი, არამედ ნებისმიერი საქმე ხდება დროთა განმავლობაში რუტინული და ყველაფერი დამოკიდებული შენზე, რამდენად შეგიძლია სიახლეების შემოტანა იმ უშუალო პროექტში, იმ უშუალო შენს გარემოში, ისწავლო მეტი რაღაცა ახალი წიგნი დაიწყო, წიგნები არასოდეს არ ამოილევა, მაგის პირობას გაძლევ, თულები არასოდეს არ ამოილევა, არც რაღაცა ახალ-ახალი ტექნოლოგიები და შესაბამისად ყოველთვის ეს სფერო გაძლევს იმ საშუალებას და ყოველთვის იყო shape-ში, ფორმაში და ყოველთვის ცდილობდე წინსვლას და მრავალფეროვნებას რა. ვერასდროს ვერ ისწავლე რაღაცის ბოლომდე. რაც ამ სფეროს არაკლია, ალბათ მრავალფეროვნება. ხო, ეგა, მე პირიქით მაგას red flag-საც აი ბოლოს ჩავალ და ამაზე red flag-ს ვიტყვი, red flag-იცაა ამ სფეროში. ხო, წლების მანძილზე რომელი მკვეთრი ასპექტები განსხვავებს სხვა სფეროთა დაკავებულ ადამიანის ცხოვრებით, ანუ გეტყვი ხავე. პირველ რიგში ვზივარცუ. ანუ სულ ვზივართ, არ დასრულებულ მაინც პირველ რიგში ვზივარცუ და გვაქვს, ანუ ცუდი ცხოვრების წესი გვაქვს. გიზიანდება თვალები და არაჯანსაღი ცხოვრებისგან გიბიძგებს. ძილი გიფუჭდება. ეგ ძალიან ინდივიდუალურია, მე უბრალოდ მგონია, რომ სხვა ადამიანების არსებობს სფეროები, როცა მაგალითად რაღაცა X ისწავლი და მე ამ X აკეთებ მთელი ცხოვრება. მიდგომები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მაინც ამ X აკეთებ. ჩვენთან ეგრე არ არის რა, ანუ ჩვენთან სულ სწავლობ. არასდროს არ არის სასრული რაოდენობა და არასდროს შეიძლება შენ ჩათვალოს სასრულია, მაგრამ ეგრევე შენი ფასი ვარდება დაბლა. ამიტომაც სულ ყოველთვის უნდა იყოს shape-ში, აი სპორტივით არის რა. სპორტსმენი ვერასდროს ვერ შეწყვიტავს ვარჯიშს. ანუ სპორტსმენი სულ უნდა ივარჯიშოს, ხო? ამას ჩვენთან ვარჯიშთან ემატება ის, რომ ახალი ვარჯიშებიც უნდა ისწავლო. იმიტომ რომ სულ იცვლება. აი წარმოვიდგინე ხა 2 წლის წინ რას აკეთებდი, დღეს აკეთებ იმას, უფრო მეტი სხვანაირად, ბევრი რაღაც სწავლა გიწევს, ხო? ამიტომაც ხო, აი სხვა სფეროებისგან ალბათ ეს განასხვავებს. და ხო, ყველაზე უსიამოვნო თქვენთვის თქვენს პროფესიასთან და ზოგადად IT-სთან დაკავშირებით, ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო არის ალბათ, არ ვიცი, ის რომ ობსესიურად ყოველთვის ფიქრებ ბევრ რაღაცაზე ერთად და გიწევს მოკლედ აი არ ვიცი რა ამას თუ გააკონტროლებ აღარ არის უსიამოვნო ალბათ მე ვერ შევძალი შაშარ მაგალითად ამის კონტროლი და ანუ ჩემი თავი გადავწვი ძალიან სერიოზული მენტალური ზიანი მივაყენე ბარნაუთი ჩემ თავს ამიტომაც ალბათ ეს არის ჩემთვის უსიამოვნო რომ რაღაც მომენტში სულ ხარ სწავლაზე ორიენტირებული წინსვლაზე და ძალიან აქცევ ამას ყურადღებას და ანუ რაღაც პონჩი ცხოვრებას მაზავ რა არ ვიცი აი შაშანელი რა აი აგვისტომდე არ ვიცი აი საშინელი ზიანი მივაყენე ჩემ თავს მაგით ანუ იმდენ რაღაცას ვარჩევდი იმდენ რაღაცას ვაკეთებდი რომ არ ვიცი და ალბათ ჩემს უსიამოვნო ეგ ნაწილია რომ სულ გიწევს რაღაცის
გარჩევა, ჩარევა და კეთება. მოდი ამაზე ჩემ მაგალითსაც ვიტყვი და ნელა გავიდოთ ბოლოსკენ. ჩემი მაგალითი მაგაზე რაც შემიძლია თქვა არის ეგეთი, რომ მე სულ რაღაცის სწავლა მიწევს, სულ რაღაცას ვარჩევ, მაგრამ პარალელურად მე ვიცი, რომ მე თუ ჩემ ჯანმრთელობას, არ მენტალურ ჯანმრთელობას განსაკუთრებით არ მოვლი იმ გზით, რომ რაღაც ჰობებს, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს, დრო დაუთმო, მე ვიცი, რომ ხო, რეალურად გავგიჟდე, იმიტომ რომ ყოველთვის ვარ აი ამ კითხვის, სწავლის, პროექტის, მატების იმაში. ხანდახან დაჟე არასამუშაო დღეებში და არასამუშაო საათებში მუშაობ ხოლმე, იმიტომ რომ მინდა რომ ის რაღაც კონკრეტული გამოცანა რაც მაქვს, ბოლომდე მივიყვანო რა. ასე რომ ხო, ხანდახან ეგეთი რაღაცები გვჩვევია. თუ აკონტროლებ, ალბათ ხო არ არის ისე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჰობის ქონა და დეველოპმენტის ეკითხვა რაღაცების კეთება მნიშვნელოვანია. რომ ეგ არის რომ ჰობი რო დეველოპმენტი გქოს. მხოლოდ დეველოპმენტი? აი ეგ ძალიან დიდი პრობლემაა და მაგ შემთხვევაში მე ეგ დამემართა, რომ ჰობი იყო ჩემი საით პროექტები. ხო, კაი. და კიდევ ერთი უსიამოვნო რასაც დავამატებ, ალბათ ეხლა მომოფიქრეთ არის, რომ გაუმართლობა სისტემების რა. შენ როცა მუშაობ, ყოველთვის გაქვს სისტემებთან გაქვს პრობლემა და ხშირად ხოლმე პლატფორმებს ებრძვი და არა პრობლემას რა. აი მაგალითად ავიღოთ რაღაც ანუ არ ვიცი, iOS-ზე მაგალითად რაღაცას აკეთებ, ხო? და გაქვს რაღაცა ბიზნეს პრობლემა, ან ტექნიკური პრობლემა და უნდა გადაჭრა. და ხშირ შემთხვევაში პრობლემის ამოჭრისას 50% უთმობ დროს პლატფორმასთან ბრძოლას, ან თვითონ რაღაც iOS-ური deprecation-ები გაქვს და რაღაცა ბარიერები გაქვს, დაბრკოლებები გაქვს, ჩაკეტილი ხარ რაღაცაში და იმასთან იწყებ ბრძოლას და არა კონკრეტულ პრობლემასთან და ეს მარტო iOS-ზე არის, ყველგან არის ეგეთი რაღაცა მაგალითები, რომ რაც კონფიგურაციას ებრძვი, იქ რაღაცა CI/CD გაფუჭდა, იქ რაღაცა პროექტი არ იბილდება, იმიტომ რომ რაღაცა დაიქეშა და წაიშალა, არ მუშაობს, არ კომპილირდება, მოკლედ, ანუ პრობლემა რო არის რაღაც challenging-ი, საინტერესო რაღაცა ბიზნეს პრობლემა, მაგრამ შენ მაინც ბევრი დრო გეხარჯება პლატფორმებთან ბრძოლაში და არა კონკრეტულად ბიზნეს პრობლემებში. მე ეს არ მომწონს და უსიამოვნოა ჩემთვის. მოკლედ მორჩით, სამწუხაროდ კი არა და საბედნიეროდ ჩავეტიეთ ყველაფერში და ყველას გავეცით პასუხი. უბრალოდ თქვენ ალბათ გინდოდათ ჩვენი ბიფი და რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ არ გამოვიდა, რა ვქნათ. შემდეგში უფრო პროვოკატიული მოსაზრებები დავდოთ ხოლმე და ჩვენ ეს იდეა მოგვეწონა სხვა შორის და შემდეგში ესე ვქნათ ხოლმე რა, ესე ვიზავთ. რომ Discord-ში გავაცხადებთ ხოლმე შემდეგი სტუმარი ვინ არის და თქვენ ამ სტუმრისთვის რამე კითხვებით უექნებათ ხოლმე ჩამოწერეთ. თემასთან რელევანტური ხო, ჩვენ ამ კითხვებიდან ტოპ კითხვებს ავარჩევთ და სტუმარს როცა მოვიწვევთ, მე უკვე შევეკითხებით. ეგრეა. ამით ეს ეპიზოდი დავასრულეთ. შემდეგი სტუმარი გვეყოლება, რადგან უკვე ვთქვით, ნიკაბაძე. და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Texi და ჩვენი ახალი მეორე სპონსორი Serious Company, რომელიც შესახებაც ყველანაირ links მონაცემებს და როგორ უნდა გადახვიდეთ, რა უნდა გააკეთოთ, დავწერთ უკვე description-ში, ამიტომაც არ გამოტოვოთ და დააკვირდით description-ში და ასევე Discord-შიც გეტყვით ყველანაირ ინფორმაციას. მოკლედ, მადლობა, შევხვდებით შემდეგ. მადლობა და შევხვდებით.